მოგესალმებით, საოცარი განწყობით. დღეს შვიდობისა მოგესალმებით. განწყობით მე ვერ დაგეთახებით პირადად, მაგრამ ძალიან კარგია, რომ ისე ვხვდებით ერთმანეთს, წელი თითქმის მიილია, მაგრამ ჩვენ ისევ სამსახურში ვართ, დარწმუნებული ვართ თქვენც, უბრალოდ ვის გამონახეთ დრო და ახლა ეკრანებთან ხართ იმ მეორე მხრიდან. დიდი მადლობა ამისთვის პირველ რიგში, იმიტომ რომ მაყურებლის გარეშე რომელი გადაცემა არსებობს ამ სვენლის გარეშე და შესაბამისად კარგია, როდესაც ჩართულობაც არის, იმიტომ რომ ამაში დარწმუნდით არაერთხელ სოციალური ქსელის საშუალებით, თუმცა თუ რატომღაც ჯერ კიდევ ჩვენმა მაყურებელმა ერთი მოწონება ჯერჯერობით ვერ გაიმეტოთ, შეგიძლიათ ახლავე გააკეთოთ ეს ტელეფონის საშუალებით, იმიტომ რომ ჩვენ შორის კიდევ უფრო უშუალო კონტაქტი იქნება ხოლმე. ნამდვილად, პატა და შენ მომიშველი ყოველთვის ავარ ხოლმე, აუცილებლად გამოიწერონ სოციალური გვერდი, ჩვენი Instagram-ზეც, Facebook-ზეც, გამოგვიგზავნონ თავისი უკავშირი, ჩვენ აუცილებლად ფორმატის ფარგლებში გავითვალისწინებთ თქვენს თხოვნას ან სიახლეს, იმიტომ რომ ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია აღმოვაჩინოთ ახალი, ნიჭიერი, წარმატებული ადამიანები. კი ბატონო და მოდით ახლა გავიგოთ მიზეზი თუ რატომ უნდა გაატაროთ ჩვენთან ერთად მომდევნო საათნახევარი, ვნახოთ ანონსი და რამდენიმე წამში ისევ დაუბრუნდებით. დღეს დიდი შესვენების ეთერში ნახავთ. შლომო ერჰარარის კლიპის პრეზენტაცია და შემოქმედებითი სამყარო. გადაცემაში სტუმრად მომღერალი შლომო ერჰარარი. ვნახოთ რუბრიკა აჯაფსანდალი. რუბრიკა მერის წუთი. თემაზე ვრცლად ისაუბრებს მუსიკოსი წამყვანი ირაკლი ფაღავა. წინა საახალწლო სამზადისი. ვნახოთ ანკა კაკაბაძის სიუჟეტი. და ბოლოს, როგორი მაკიაჟი უნდა გქონდეს საახალწლო ღამეს. თემაზე ვრცლად ისაუბრებს ვიზაჟისტი სალომე ბაღოშვილი. მოდით პირდაპირ ეთერში. ჩვენ და ჩვენი მაყურებლებიც განებირებული ვართ ხოლმე ჩვენი შემოქმედების სტუმრობით და დიდი პატივია, როდესაც ისინი უშუალოდ საკუთარ კლიპს ან რაღაც სიახლეს პირველად ჩვენს გადაცემაში აზიარებენ, თუმცა რა თქმა უნდა, მხოლოდ ჩვენთან ექსკლუზიურად არ ხდება, მაგრამ როდესაც კონკრეტულად ჩვენს გადაცემაშია, ამისთვის კიდევ უფრო დიდად მადლობელი ვართ ხოლმე, იმიტომ რომ პატარა საქმე არა, ახლა რაღაცა მოამზადო, რაღაცისთვის იშრო მოიწოვალ და მე ელაპარაკო გადაცემას და მასთან ასე თქვა გავუშვა და ჩვენთვის ისე შეიძლება თითქოს 1 სანტიმეტრით მოვიმატეთ სიმაღლეში. ანუ ურით. სამაყოა, ხო, იმიტომ რომ ეს პრეზენტაცია კლიპის ჩვენს გადაცემაში, როდესაც ხდება და ჩვენს არხზე არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ჩვენც აი ზუსტად საზოგადოებისთვის ვართ და რომ გავითვალისწინოთ ეს ყველაფერი და ყველა შემოქმედება გაუზიაროთ ჩვენს მაყურებელს. თან უნდა აღვნიშნოთ, რომ ადამიანზე, რომელზეც ახლა ჩვენ საუბრობთ და რომელიც სულ მალე შემოგვერთდება, არ არის ქართველი და დიდი ხანი არც არის უკვე რაც აქ ცხოვრობს, მაგრამ 10 წელი. 10 წელი, ხო, ნუ ჩემნაირად ყოფილა. ხო, მაგრამ არ ჩვენ არ ქართველი თუ შენ ცხოვრობ 10 წელია ბათუმში. 10 წელია ბათუმში ცხოვრობ, ხო. უკვე ბათუმელი. მაგრამ ის უკვე თავს გრძნობს ამ ქალაქის შულად და ამღერდა ქართულად. ეს კიდევ ხაზგასმით აღსანიშნავია. და სტუდიაში ვყავს შლომო ერჰარარი. თქვენთვის ძალიან კარგად ნახავთ. დღეშვიდობისა. დღემშვიდობის, მოგესალმებით. მოგესალმებით. როგორც ყოველთვის პოზიტიური ხასიათზე ხარ. აბა რა. ასე უნდა იყოს, ხო? როგორ ხართ? გადასარევად. რა ვიცი, რომ ბათუმში ვარ, რომ სოცხალი ვარ. ბედნიერი ვარ. მეგობრები. ისე ამ ფონზე შეიძლება ცოტა გველური კომენტარი გავაკეთო. ანუ მე როდესაც მაგალითად ჩავდივარ, ან აქ ჩამოდის ნორმალური ადამიანები და კარგი ადამიანები, ხშირად ისე ხდება ხოლმე. სადაც ჩადიხარ, ახლა არა აუცილებელი მართლა იქ ორი ხუთი დაიხურო, მაგრამ 1-2 სიტყვას ყოველთვის სწავლობ. მithumetes საცხოვრებლად ჩადიხარ და დიდი მადლობა იმისთვის, რომ ზრუნა ამაზე და იმ ადამიანებს ვინდა მიმართო პრინციპში ქართულად ლაპარაკობ და ვერ მიხვდებიან, მაგრამ როდესაც საცხოვრებლად ჩავდიხარ, ნუ გვაიძულებთ ხოლმე თქვენს ენაზე ლაპარაკს. ანუ ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ თქვენს ენასაც სწავლობთ, მაგრამ რა ვიცი, ახლა ყველა არა ავალდებული ისწავლოს უცხო ენა თუ არ შეუძლია მithumetes ანამ. კი ბატონო, გეთანხმები პატა. მოკლედ შლომო, სიახლე გვაქვს, რომელიც უნდა გაგვიზიაროთ ჩვენც და მაყურებელსაც. კლიპის პრეზენტაცია უნდა იყოს ჩვენი ეთერის მეშვეობით, მაგრამ სანამ პრეზენტაციას
მოვახდენთ ეთერში და კლიპს შევთავაზებთ მაყურებელს. მოდი ვისაუბროთ, როგორ გაიბადა იდეა, ტექსტი ვისია, მუსიკა ვისია და ასე შემდეგ. სცენარი, რეჟისორი ვინაა და ასე შემდეგ. და ვინ გადაიღო? და მონაწილეობს თუ არა საკუთარ კლიპში. მაშინ პირველ რიგში ბოლოდან დავიცვა. გიორგი შკუბულიანი, ჩემი ოქრო ადამიანი. ჩვენთვისაც ოქრო ადამიანი. აბა რა, მართლა ასეთი ნიჭიერი ადამიანი. მე ბედნიერი ვარ, რომ მე მყავს ჩემი მხარე ასეთი ნიჭიერი ადამიანი, მართლა. და ეს არის გიორგი შკუბულიანი. აპლოდისმენტები გიორგის. მე ჩემი სიმღერა, ჩემი მუსიკა ზოგჯერ არის ჩემი პირადი ცხოვრებაში. მე ვცეთ სიმღერა, ჩემი ცხოვრება. და ეს სიმღერა იყო ჩემი ცხოვრებაში, ეს არის სიყვარული, რომ არ იყო კარგი. ხო, არ იყო კარგი, მაგრამ ბოლო იყო კარგი, იმიტომ რომ მე უკვე კარგად ვარ. და ასე მე მიყვარს ბალადები, არ მიყვარს ასეთი სიმღერა და მე ვთქვი, შლომო, მოდი ცოტა ვფიქრებ out of box, ნახე რა იქნება. და ეს არის ჩემი პრიველად სიმღერა, რომ არ არის ბალადა. და სამი დღე უკვე სიმღერა არის YouTube-ზე, TikTok-ზე, ყველაფერი. და უკვე არის YouTube-ზე მილიონი ნახვა. ოჰო. და მე შოკში ვარ, იმიტომ რომ არ ველოდი რომ იქნება ასეთი მილიონი ნახვა, ჩქარა და კარგი კომენტარი და არის ტრენდები და ძალიან ბევრი მესეჯები, შლომო რა კარგი სიმღერა და თასო სხვა ამპლუაში ხა თქვი რომ ბალადაო მაქვს ყოველთვის და ეხლა არაო. გამოხვედი ამ სივრციდან და ახალი ვიზუალიზაციით გააკეთე ეს ყველაფერი. დიახ, მე და ცეკვა, მე და არ ძალიან შორს, მაგრამ ხარხი უყვარს. ყველაზე რთული რა იყო? ყველაზე რთული იყო მე რატომ მე მიყვარს ბალადები? იმიტომ რომ შეიძლება რომ იმღერო ჩემი ხმა და ჩემი ვოკალ რა არის და რომ არის ასეთი სიმღერა და არ იქნება ჩემი ვოკალი და ჩემი ასეთი როგორია დაპაზიონი ქართულად დიაპაზონი და მე ვთქვი არ ვიცი თუ იქნება კარგი იმიტომ რომ არის დაბალი და არის ასეთი ცეკვა და ასეთი რაღაცა და მე ვთქვი შეიძლება რომ ეს არის შეცდომა მაგრამ რა ვიცი მილიონი ნახვა და იცი სოციალურ ქსელში აი ეს ნახვადობა მნიშვნელოვანია იმიტომ რომ პროდუქტი რომელსაც ჩვენ ვქმნით შემდეგ ფასდება და რისთვის ვქმნით ხალხისთვის ვქმნით ხო და მნიშვნელოვანია იმიტომ რომ 3 დღეში მილიონი ნახვა არც თუ ისე პატარა რაოდენობაა დიახ შლომო ეს არ არის შენი პირველი კლიპი არა ყველაფერს შენი სახსრებით ახერხებ ანუ мотиваცია გაქვს იმდენად რომ დადო შენი პროდუქტი გიყვარს შენი საქმიანობა რომ ანუ ყველა ფერი რაც კი არის გაკეთებული მხოლოდ შენი სახსრებით არის ნახე მე მუსიკა არის მე მუსიკა არის შლომო მე ყოველ დილა და ყოველ ღამე მე ვფიქრობ რომ მე მაქვს ძალიან ბევრი სიმღერები ძალიან ბევრი და მე ვმუშაობ ამაზე მით უმეტეს ქართული ენა იმიტომ რომ ძალიან მიყვარს ქართული ენა ეს უკვე ყველა იცი რომ ჩემთვის ქართული ენა არის რა ვიცი ძალიან ლამაზი და მუსიკა ჩემთვის არის ბედნიერება და თუ მე არ მუშაობ მუსიკაზე ბედნიერი არ ვარ ესე იგი მე არ ვიცი შლომოს მუსიკას გარეშე და იმიტომ რომ მე მუშაობ ამაზე მე მაქვს ძალიან ბევრი იდეა ჩემი პროდიუსერი ქალბატონი დეა გეჩბაია მე ასე ყოველ დღე მე ზოგჯერ ჩემი იდეა მოდის რომ მე ბანიოში ვარ და რომ მე ვდავ ბანიოში დეა ხო შლომო ვიხავი შენ ვიხავი ბანიოში მითხარი რომელი იდეა გაქვს და ნახე მე აქ ასეთი მე შავი კატა მინდა მე ეს მინდა შლომო ახლა შავი კატა სად იქნება ეს სად იქნება ოღონდ დეა ყველაფერს პოულობს აბა რა დეას გარეშე მე არ ვიცი და არის ჩემი ოჯახი ჩემი მეგობარი ჩემი შეგვიძლია ვთქვათ რომ ზოგადად პროდიუსერის პროფესია ალბათ აი არტისტის დახევარია მინიმუმ
ზოგადად აი რასაც ხედავთ ხო, იმიტომ რომ ის რასთვისაც შენ არ გცალია, ყველაფერი აგვარებს ხო? ყველაფერი. კი ბატონო, იცით რა არის? ხო არ ჯობიათ, რომ ჯობია რომ ჯერ ვნახოთ კლიპი და შემდეგ გავაგრძელოთ, იმიტომ რომ უკვე ვეღარ ვითმენ ის არა იმაზე რაზეც საუბრობთ. მაინტერესებს, ხო. მოდით მაშინ ვნახოთ ახლა კლიპი, რომლის პრეზენტაციაც ჩვენს გადაცემაში შედგება და დაუბრუნდებით ისევ სტუმარს. მითხარი გუშინ ღამით რომ არიცი რა გინდა ასე მე მინდა ასე მე მინდა როგორ ასე მე მინდა ასე მე მინდა ასე მე მინდა ასე მე მინდა როგორ ასე მე მინდა ასე რა გინდა სანამ შენი ფიქრებს სიყვარული წავიდა ასე მე მინდა ასე მე მინდა როგორ ასე მე მინდა ასე მე მინდა ასე მე მინდა ასე მე მინდა როგორ ასე მე მინდა ასე რა გინდა ბედნიერი ვარ შენთან ყოფნა არ მინდა ასე მე მინდა მითხარი როგორ ასე მე მინდა მითხარი ასე მე მინდა მითხარი როგორ ასე მე მინდა მითხარი 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 მითხარი როგორ ასე მე მინდა მითხარი ასე მე მინდა ასე მე მინდა როგორ ასე მე მინდა ასე რა გინდა მითხარი გუშინ ღამით რომ არიცი რა გინდა ილოცავთ შლომო მადლობა. ამ 4 წუთის წინ რამდენ დღიანი ან თვიანი შრომა იმალება? ბევრი, მაგრამ მე მխავს ასეთი ნიჭიერი ადამიანები ჩემ მხარე. ეს არის კომპოზიტორი, ოქრო კომპოზიტორი ქალბატონი ცირაბზიშვილი. და ჩემი პროდიუსერი დეაგე ჩბაია, ჩემი PR მენეჯერი ბატონო გია ჯაჯანიძე. რომ ხო ეს არის ძალიან რთული საქმე, მაგრამ რომ მխავს ასეთი ნიჭიერი ადამიანები ჩემ მხარე, ეს უფრო მარტივი. არ ვიცი თუ ასეთი ძალიან მარტივი, მაგრამ უფრო მარტივი, იმიტომ რომ ასეთი ბევრი twin-ი მუშაობ ერთად. თან ახლო აღმოსავლური მოტივები და ქართული მოტივები ერთად გაერთიანებული და ეს სიმღერა არის ქართულიან, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს არის ისრაელის მუსიკა. ეტყობა, მაგით მე მინდოდა რომ იქნება ასეთი რაღაცა, ხო, ისრაელი და საქართველო, იმიტომ რომ ორი ქვეყანა მაქვს გულში. ძალიან მნიშვნელოვანია, აი როცა ამ ქვეყანაში ხარ, შენი ოჯახის წევრები, რომელიც იქეთ დარჩნენ, როგორ გულშემატკივრობენ და აი ამ კლიპის შესახებ როგორი ემოციები ქონდა, ალბათ მალულად აჩვენეს, ანამ პრეზენტაცია იქნებოდა ჩვენთან. ასეთი რაღაცა არის, ხო ვერც ვის რომ მე მაქვს ახალი სიმღერა, მით უმეტეს ქართული ენა.
მე არ ვიცი როგორც აქ ხალხი რა ვფიქრობ ხალხი რომ ებრაელი რომელიც არა არის ქართველი ებრაელი რომელიც იმღერო ქართულად რომელი უყვარს ქართული ენა ძალიან არ ვიცი როგორ მიიღო ამ კლიპი ამ სიმღერა და მე გუშინ ღამე ასევე ვფიქრებ ხვალ მე მაგ პრემიერა და რა შეიძლება ლაპარაკობ რა შეიძლება იქნება კარგის ლაპარაკობ მაგრამ რა ვიცი ბოლოს მე ვფიქრობ რომ კარგი კლიპი არის და კარგი სიმღერა და იმედი მაქვს რომ მოეწონა რა თქმა უნდა ხა მილიონი ნახო სამ დღეში ცოტა არა არც ერთ ქვეყანაში და რა მაინტერესებს ტრეკინგს თუ აკეთებ და მილიონი ნახვიდან რომელი ქვეყნიდან იყო დაუშვათ უმეტესობა საქართველოს კარგით ესე მით უმეტეს მაშინ პასუხი არის შეკითხვაზე ერთი კითხვა დავება და ახლა მე შენ ახსენე რომ წერ და გადმოსცემ იმას რასაც შენ გრძნობ და კლიპს როდესაც ვუსმენდი ხშირად მომხვდა ყურს სიტყვები ახლა ასე მე მინდა თუ ასე მე მინდა ისი არის ყველაფერი როგორც თქვენ გინდოდათ ახლა თავიდან იყო რთული მაგრამ ახლა უკვე რა მე მინდა იქნება. რა მე მინდა რომ კარგი, ხო? კარგი გზა, არა ცუდი გზა. თუ კარგი გზა მაქვს, ასე მინდა და ასე იქნება. უკვე ნახე პატარა არ ვარ, 38 წლის ვარ. და უკვე ვიცი რა მინდა, უკვე ვიცი რომელი გზა მინდა. და სხვათა შორის თუ რომელი გზა მინდა. მე ერთი სული მაქვს ამ ახალი წელი. მე მინდა რომ მივიღო მონაწილეობა ეროვიზიაზე საქართველოს სახელი. წარმატებას გისურვებთ. მე ძალიან მიყვარს საქართველო, რომ მე ვიცი რომ არასდროს საქართველო არ მოვიგო ეროვიზია და მე მინდა ეს საჩუქარი ჩემთვის ამ ქვეყანა რომ მე შემიყვარდი. მე უკვე მაქვს სიმღერა, ჩემი და კალბატონი ცირაბზიშვილი. ეს სიმღერა არის სრული ქართული ენა, იმიტომ რომ მიყვარს ქართული ენა და მე ვფიქრობ რომ არ ჭირდება ინგლისური საერთოდ. და მე იმედი მაქვს რომ საქართველო ნუ როგორი არის ეს სიტყვა რომ ჩემი მხარე ხარს დაგიჭიროს. ხო. და იმედი მაქვს, იმიტომ რომ ძალიან მინდა და ეს არის ჩემი ახლა სამომავლო გეგმა. ხო. ესე იგი 2026 წლის სამომავლო გეგმა, შლომასი ვიცით. ევროვიზიაზე უნდა რომ საქართველოს სახელით გავიდეს და მოიპოვოს ეს ჯილდო. კი ბატონო. ახლა ვისაუბროთ 2025 წელზე, რომელსაც ძალიან მალე გავაცილებთ, როგორ შეაფასებდით? გაამართლა თუ არა ამ წელმა თქვენი მოლოდინები? მე არ ვიცოდი რომ ეს წელი იქნება ასე, იმიტომ რომ ძალიან ბევრი გადაცემები ვიხავი. ახალი სიმღერები, ახალი ადამიანები ჩემი ცხოვრება. მე ცხოვრობ საქართველოში თითქმის 10 წელი. მაგრამ ეს წელი 2025 ასეთი კარგი ადამიანები იმხავს, ასეთი კარგი გადაცემები, ასეთი კარგი უფრო შემიყვარდი საქართველო, იმიტომ რომ მე ცოტა თავიდან მეშინია, იმიტომ რომ არ ვიცოდი, არა არის აქ ებრაელი, რომელიც არის მომღერალი, რომ უნდა. გეშინოდა ადამიანებთან ურთიერთობის? არა ურთიერთობის. როგორ მიიღებდნენ ქართველები? დიახ, რომ არ ხარ ქართველი, არ ხარ ებრაელი, ხარ ებრაელი, მარტო ებრაელი, მაგრამ საქართველო შემიყვარდი და მინდა რომ აქ იქნება ჩემი მუსიკა და აქ იქნება ჩემი არტ და არ ვიცოდი როგორ იქნება და ეს წელი 2025 მე რა ვიცი უფრო შემიყვარდი საქართველო, იმიტომ რომ ასეთი სიყვარული მაქვს და ასეთი წარმატებები მაქვს რომ მარტო მადლობა შემეძია რომ თქვი. გაიხარეთ. შესანიშნავი, მაშინ ამ ამაღლებულ ნოტაზე დაგემშვიდობით, ვიცით რომ კიდე სიმღერის გარდა 1000 საქმე გაქვს და მადლობა იმისთვის რომ ეს რამდენიმე წუთი გამონახეთ ჩვენთვის. წარმატებები მადლობა. იმედია სადაც არის ყველა იმ ნაბიჯს რო გეცლება ისევ გესტუმრები და გაგვიზიარებ. მადლობა. ჩვენ კი რამდენიმე წამში დავბრუნდებით უკვე სხვათებით.
დავბრუნდით ისევ პირდაპირ ეთერში და დღეს პარასკევია და ეს დღე განსაკუთრებულად მიყვარს ხოლმე კვირის დღეებს შორის, იმიტომ რომ მერის წუთის ჯერი დგება ხოლმე და ყოველთვის მაქვს მოლოდინი თუ ვინ იქნება ამ რუბრიკის მონაწილე, რა თქმა უნდა, გულწრფელად რო ვთქვა, ჩვენ ეს წინასწარ არ ვიცით ხოლმე, ვის შეარჩევს ხოლმე მერი, მაგრამ დღეს ყავს სტუმარი, რომელსაც ჩვენი ქალაქი და არა მხოლოდ ჩვენი ქალაქი იცნობს, ძალიან გვიყვარს ეს ადამიანი თავისი შემოქმედებითი ცხოვრებით. მოკლედ მე მინდა და ხო ვუყურებთ კიდეც უბრალოდ რომ ჩვენ არ ვიტყვით სად დგას. ხო, ვუყურებთ და დარწმუნებული ვარ, არა მხოლოდ მაყურებელი მოისმენს ყურადღებით მათ დიალოგს, არამედ ჩვენც მთელი გულით და სულით მოვისმენთ. ასე რომ მოდით შემოგვიერთდეს მერი თავისი წუთით და თავისი სტუმრით. დღევანდელი ჩემი სტუმრისთვის სიტყვა არის კადრი, სიჩუმე და მუსიკა ერთდროულად. იურისტიდან კინოდრამატურგამდე, აუდიტორიიდან სცენამდე. ეს არის გზა, სადაც პროფესია და თვით გამოხატვა ერთ მთლიანობად იქცა. სიტყვა, სცენარი და მუსიკა მისთვის ერთი აზრის სხვადასხვა ფორმით გადმოცემაა. ის საკუთარ გამოცდილებას ცოდნად აქცევს და ცოდნას ისტორიად. დღეს ჩემს რუბრიკაში გახლავთ ირაკლი ფაღავა სტუმრად, მუსიკოსი და წამყვანი. ირაკლი, მოგესალმებით. ივერიას ტაში უნდა ყოფილიყო. როგორ ხართ? მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს. დიდი მადლობა რომ მოხვედი დამითმეთ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის და ჩემი რუბრიკის მაყურებლებისთვის ყველა ის ადამიანი რომელმაც გადადგა ნაბიჯები თამამად ცხოვრებაში ბევრი სირთულე გაიარა გახდა იურისტი თავის მიზნებს ბავშვობიდან როგორი ჩანაფიქრი ჰქონდა როგორი იყო მისი ოჯახი გარემო აი კადრს მიღმა როგორები არიან იმიტომ რომ აი ყველა გიცნობს მაგალითად როგორც მუსიკოს წამყვანს მაგრამ როგორ გაიარა ეს გზა არავინ იცის და ზუსტად აი ამ მხრიდან მინდა ჩემს მაყურებელს დავანახო ირაკლი ფაღავა თუნდაც რა გარემოში გაიზარდა და ვინ იყო მისი მოტივატორი ბავშვობიდან ვაიმე, ძალიან საინტერესოა, ძალიან ბევრი იქნება ამაზე სასაუბრო, შევეცდები ჩქარა ვისაუბრო, რომ ბევრი შეცდომა გვაქვს დრო, შეგიძლია მშვიდად ისაუბრო. რაც შეეხება ეს იურისტი ძალიან ისე ჟღერდა რაღაცნაირად. რომ კარგად ვარ. კი. მოკლედ, არ ვიცი როგორ გავიარე ეს გზა. პირველ რიგში ერთს რასაც ვიტყვი, ეს იყო ძალიან დიდი სიყვარული და გათამამებული და განებივრებული ვიყავი სიყვარულით ყველა მხრიდან. ანუ გათამამებული იყო ბავშვობიდანვე იზრდებოდი თავისუფლებაში. ვერ ვიტყვი რომ ისეთი გათამამებული ვიყავი რომ რაღაც პრივილეგიებით სარგებლობდი თუ რაღაც, მაგრამ ერთადერთი რაც შემიძლია ნამდვილად თქვა და რამაც შექმნა ჩემში და განაპირობა ვთქვა სიყვარულის სხვების მიმართ, ეს არის ძალიან ბევრი სიყვარული ჩადებული ჩემში, რომელიც მქონდა მამის მხრიდან ნათესაობით და დედის მხრიდანაც ნათესაობით. ხო, მამის მხრიდან ახსენე და ბიჭი შვილისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მამის როლი, იმიტომ რომ მამა მაგალითია და სამომავლოდ უკვე მამის ეს მაგალითი უკვე შენს როგორც მამაკაცში აისახება. გვინდა არ გვინდა გენეტიკური ქცევები გადამდებია. რასაკვირველია, ვცდილობთ დავემსგავსოთ თუ არ ვცდილობთ დავემსგავსოთ ყველა ვარიანტში რაღაცა საზომი თითქოს აი ეს არის. როგორი თვისებები აქვს მამას? როგორი თვისებები ქონდა ბავშვობაში თუნდაც? მამა ჩემს თუ ზოგადად მამა შენს, იმიტომ რომ მამა ჩემს ქონდა ყველა ის თვისება, რომელსაც აი ქალები რო იძახიან ცოტათი უფრო ასაკში შესული ქალები რო იძახიან, რომ აი ნამდვილი კაცი, მე ჯენტლმენი, პასუხისმგებლიანი, მზრუნველი, მეოჯახე, პრაქტიკულად მე წარმოვადგენ ამ ყველაფრის ანტიპოდს რაღაც მომენტში, თითქოს დგას ის საკითხი, რომ კარგი იქნებოდა რომ აი კარგი ბიჭია, მაგრამ აი მამამისი მაინც სხვა იყო. რაღაცა ეს ყოველთვის რაღაცნაირად დაყვება, მაგრამ ეს არ უნდა იქცეს კლიშედ და არ უნდა იქცეს რაღაც დამღად იმისთვის, რომ მე ფსიქიკაზე ძალიან იმოქმედოს. ხო, ჩვენ ხო ვერ ვიქნებით ზუსტად ასლები ჩვენი მშობლების და ხანდახან პირიქით გვემართება ხოლმე. რასაკვირველია, დამიჭერია რაღაც მომენტი თქვა სიტყვაზე, რომ აი მშობლის ან
მამის ფრაზა ან რაღაცა, აი თითქოს ყურში ისმის და რაღაცნაირად მახსენდება, მაგრამ ამას ვთვლობ გავაანალიზო და ეს ან გახდეს ორგანულად ჩემი და არ იყოს ეს უბრალოდ რაღაცა გადაცემა რაღაც პროგრამულად რა, რომ მექანიკური არ მინდა რომ იყოს შულთან მიმართება. ანუ ნამდვილი, ნაღდი გინდა რომ იყო და ამიტომაც არის ეს ისე და არა მარტო მიმბაძველობით. დედა, დედის როლი. ვაიმე, დედა უნდა მოვიკითხო, იმიტომ რომ ძალიან ჯერ ერთი ხომ მიყვარს და მიყვარს, მაგრამ ის ფასდაუდებელი შრომა, რაც აქვს გაწეული ჯერ მარტო მამაჩემისთვის, მამაჩემის ოჯახისთვის, თავისი ოჯახისთვის, თავისი ახლობლებისთვის, ადამიანი ესე განიცდიდეს სხვების უბედურებას, სხვების სიხარულს, ეს არის წარმოუდგენელი რაღაცა არის. აი თვითონ თითქოს არ ჩანს სულ რაღაცა ისეა, ხო, კულისებს მიღმა, მაგრამ აი საკმაოდ დიდი წვლილი მიუძღვის იმაში, რომ მყარად იდგა მამაც და ოჯახიც და მეც და ასე შემდეგ. მოკლედ სიყვარულის გარემოცვაში გაიზარდე, დედა ესეთი საოცარი ადამიანი, მამა ესეთი როგორიც თქვით, რომ მისაბაძი თითქოს, მაგრამ საერთოდ არ გაქვს ეგ თვისებები, იმიტომ რომ ირაკლი ინდივიდია. სკოლაში პერიოდი არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ აქ სოციუმში უკვე, როდესაც ვერევით, გვიყალიბდება რაღაც ჩვენი ერთ-ერთი მის ნაწილი. როგორ გაიარე აი ზუსტად ის 12 წელი იყო, ხო, შენს ბავშვობაში? თუ 11. კი, 12. მე 9 კლასი ვისწავლე, თუ მაგას სწავლა ქვია და გავატარე ძალიან ინფანტილურად, ზედაპირულად, ჰაეროვნად და მაქსიმალურად ისე რომ მე ყოველთვის გრძნობდი რომ ვიყავი ირაკლი ფაღავა. ანუ რა იყო ირაკლი ფაღავა დღემდე არ ვიცი, მუსიკოსია თუ რაო ხერია ვერ გეტყვით, მაგრამ აი შინაგანად გრძნობდი რომ ვიყავი ირაკლი ფაღავა. სწავლის მიმართ პასუხისგებლიანი იყავი? არა, არანაირად სწავლა ნამდვილად არ მიყვარდა, მაგრამ რაც დამაინტერესებდა, იმაში ვიყავი ძალიან კარგი. ეს იქნებოდა ისტორია, თქვენ წარმოიდგინეთ ფიზიკაში მყავდა 5, რაღაც ქიმიაში ცოტა დამეხმარნენ თავიდან და 4-იანი მყავდა, მე მათემატიკა წამომაქაჩინეს ძლივს და ისე დავინტერესდი, რომ ნუ ამ საგნებში კარგი ნიშნები მყავდა და ქართულში რომელსაც ძალიან კარგად ვწერდი თავისუფალ თემებს, რატომღაც 3-იანებიც მყავდა და 2, იმიტომ რომ არ ვიცი ეს მეზარმასე აინშტაინის ჩაიჯერა ხო და გენიოსი იყო. მაგრამ ეხლა მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ეხლა მუსიკოსი ხარ, ბავშვობაში ღიღინებდი, გიყვარდა მუსიკა, ოჯახთან ერთად მღეროდი, იყო მსგავსი ფაქტები? ფაქტების კი არა, მაგაში დავიბადე პრინციპში, მაგრამ ჩემი მთელი რა ვიცი, წყევლა არის იმაში, რომ ძალიან ზარმაცი ვარ. ეხლა ძალიან ზარმაცი ვარ და ეხლა მე მესამე კლასში რა ვიქნებოდი, ხო წარმოგიდგენიათ და აი დისციპლინას რაც ეხება და რეჟიმს და ესეთ მსგავს რიტუალებს აი მან ვიჭედებოდი მაგრად, იმიტომ რომ ამას ნებისყოფა ჭირდება, მით უმეტეს არ ვიყავი მთლად ისეთი ჯანმრთელი ბავშვი, რომ რაღაც სულ ცივდებოდი, რაღაც ვირუსი არ გამიმაზია. იმუნიტეტი ქონია დაბალი ბავშვობაში. ხო, იმიტომ რომ ალერგია, ასთმა, რაღაცა ბრონხიტი, ეს ყველაფერი all inclusive მქონდა და ამიტომ ჩემი ტანჯვა გადაწყვიტეს, რომ არ გაეგრძელებინათ, იმიტომ რომ ძალიან გამიჭირდა რა. გამების მეცადინეობა და რაღაცები, თუმცა სმენაც ძალიან ნორმალური მქონდა. და ნიჭიც და ვღიღინებდი და უკრავდი კიდევ ყველაფერი იოლად გამომდი. არა, არ ვოცნებდი. რაზე ოცნებობდი? მე ვოცნებობდი, მე მინდოდა ყოფილიყავი მოკრივე. 7 წელი მოკრივე ვიყავი კი და ანუ დადიოდი სპორტზე? დავდიოდი. ხომ რა ეს ასთმა, ალერგია, გაციება? არა, მე გაიარა თინეიჯერობის ასაკი. თბილისში მაგიტომაც გადავედით, რომ აქ ჩემთვის დაიბადე ბათუმში და შემდეგ გადახვედი თბილისში. გადავედი თბილისში. პერიოდულად აქაც ცხოვრობდი და კავშირი არ დამიკარგავს ფესვებთან. ფესვებთან. მოდი მომიყევი ხა თბილისში რომ გადავიდა ეს ბათუმელი ბიჭი, როგორ შეეგუა დედაქალაქს, გაიცნო ახალი მეგობრები და ჩააბარა ფაკულტეტზე, რომელიც რა იურიდიული? მოდი ამოვუჭერათ ეგ მე მაქვს. რომელიც არ გამოგიყენებია ფაქტიურად. კი, რასაკვირველია. ეს პროფესია. არ გამომიყენებია. რატო ჩააბარე იურიდიულზე? მოდური იყო ეს პროფესია თუ ოჯახს უნდოდა თუ? მე თვითონ კაფიოდ არ მქონდა წარმოდგენილი, სად უნდა ჩამებარებინ და ზოგადად ჩაბარება რას ნიშნავდა, ეგეც არ მესმოდა. ამიტომ როგორც კი ვახსენე თეატრალური, ეგრევე გამოირიცხა ეგ საკითხი, იმიტომ რომ მაშინდელ პერიოდში, რა ვიცი, რა მდგომარეობაში იყვნენ მსახიობები, რეჟისორები და მშობლები ამას განიცდიდნენ და ძალიან ინერტულად და რაღაცა ესეთი ინერციით გავყევი თითქოს ეს თავისუფალი ნებით გავყევი მათ სურვილს.
და ჩავაბარე იურიდიულს. მე როგორ სწავლობდია? გიჟივით სწავლობდი. ანუ არ სწავლობდი, ალბათ თუ არ გიყვარდა ეს არა, არ მიყვარდა, მაგრამ რაღაცნაირად ბოლო-ბოლო შევძელი რომ დამემთავრებინა და სწორედ ამ დიპლომით მე მაგისტრატურაზე თეატრალურში მოვხდი. ფაკულტეტი დრამატურგია. დრამატურგია, კინო ტელეფაკულტეტი. ძალიან საინტერესოა. პარალელურად წერდი მუსიკისთვის, პარალელურად სულ წერდი მუსიკისთვისაც, ლექსებსაც და ორი წიგნი წამოვიღე თქვენთვის 3 ეგზემპლარად და მე მოგიწევ. ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ ანუ ყველამ ვიცით რომ ეხა შენს ლექსებში ძალიან დიდი სიღრმეა და არა მარტო სიღრმის რა გითხრათ. ცხოვრებისეული განვლილი ფაქტებია. ძალიან განსხვავდება ეს ორი წიგნი ერთმანეთისგან. ერთი არის ძალიან კლასიკურ და ისეთ ფორმაში დაწერილი და მეორე აბსოლუტურად ამოყირავებულია ყოველგვარი სასვენი ნიშნების გარეშე და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ვფიქრობ, რომ ყოველ შემთხვევაში გესიამოვნებათ. ირაკლი, აქ მნიშვნელოვანია ასევე სიყვარული, დამოკიდებულება მანდილოსნების მიმართ, პარალელურად. მე ვარ რადიკალი. რადიკალი ვარ, იმიტომ რომ რადიკალი რა. ანუ როგორია შეყვარებული ირაკლი? მე სულ ვარ შეყვარებული, გაუმართლებს იმას, ვისაც მე შევხვდები. მე იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ სიყვარულს უნდა ატარებდე. და ეს უნდა იყოს საკმარისი იმისთვის, რომ ვიღაც კონკრეტული აღმოჩნდეს შენს გვერდით, ეს არ ნიშნავს უბრალოდ ის დაგეხმარება იმაში, რომ გამოასხილო ის, რაც შენში არის. და არა ის, რომ ეძებო უბრალოდ რაღაცა სხვა ობიექტში, იმიტომ რომ ის ობიექტი შეიძლება იყოს, შეიძლება არ იყოს, შეიძლება შენ ვერ იყო მისთვის ისეთ შესაძლებელი. შესწავლოსახვეში ხა სიყვარული ბევრი ობიექტებია თუ არსებობს ერთი, რომელიც უყვარს ადამიანს და არის სიკვდილამდე ეს ნამდვილი გრძნობა. ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ყველას თავის მოსაზრება აქვს ამ გრძნობასთან დაკავშირებით. არ ვიცი, აი შეიძლება რომ ბევრი გიყვარდეს, ნამდვილად შეიძლება. როგორ შეიძლება, ანუ ერთი გიყვარდეს და მეორე არ გიყვარდეს, ანუ ვერ გიყვარდეს, რანაირია ეს? და ბევრი ერთად როგორ შეიძლება რომ გიყვარდეს დაუშვათ, ანუ ესე ცხოვრების ბევრი შეიძლება გიყვარდეს ისე როგორც ერთი. ანუ თითოეულ მათგანს ექნება განსაკუთრებული შექმნა. ანუ სიყვარული ხო არ არის ერთი მიმართ ფაიტონის ცხენი, ხო არა ხარ? ერთ იმას გზას რო ხედავდი, ანუ სიყვარული ეს არის ყველაფრის და ყველას სიყვარული, ანუ მოიცვა შენში და ყველას თავისებური მიდგომა აქვს, იმიტომ რომ თუ სიყვარული ერთია, მაშინ რატო არის სხვადასხვაობა, თქვათ, არა გლობალურად სიყვარული ერთია და ჩვენში არის სიყვარული. ეს გრძნობა. მაგრამ გრძნობა ადამიანებს შემოაქვს თავი შექსპირმა რომეო და ჯულიეტა დაწერა და უამრავი ფაქტია ესეთი შექსპირის შაქარი. ხო, მაინც ვფიქრობ, რომ ადამიანი რომელიც მეორე ნახევარი იქნება, ნუ ეს ჩემი მოსაზრებაა. აი, როცა იპოვე აი იმ ერთს და განუმეორებელს, შემდეგ რა თქმა უნდა, ირგვლივ გიყვარს და აფასებ ადამიანებს, მაგრამ ის ერთი და განუმეორებელი რჩება მარადიულად შენს გულში. რამდენიც არ უნდა იყოს, ყველა არის ერთადერთი და განუმეორებელი. აი რამდენიც არ უნდა იყოს სიყვარული იმდენჯერვე პირველია, რამდენჯერაც შეგიძლია შეიყვარო. კი ბატონო, მოდი ვისაუბროთ ეხა შენს ვაჟზე. ჩემს ვაჟზე, ჩემს უსაყვარლეს სამაგალითო საამაყო ადამიანს, რომელიც ეხლა არის გადის პერიოდს, რომელსაც ქვია დაუმტკიცო მშობელს, რომ მე ვარ რაღაც. პიროვნე. და რეალურად არ ჭირდება მას ამისთვის რაღაც ის წინაპირობა არ არის, არც წინააღმდეგობა არ არის საიმისო, რომ მას ამის დამტკიცება ჭირდებოდეს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ გატაცებულია ძალიან სკეიტით, ძალიან კარგი მიღწევები აქვს. ზაფხულში იმყოფებოდა პარიზში, გაიცნო ვიღაცები, ნახა როგორ ცხოვრობენ, რაღაცა ერთი თვით იყო და აი მოიხიბლა და ჩამოვიდა და იყო აი ამ განცდებში და ეიფორიაში და ძალიან უნდა რომ გაყვეს ამ ამბავს, მაგრამ ეხა წარმოიდგინეთ ერთ წელიწადში უწევს ჩაბარება უმაღლეს სასწავლებელში და ზუსტად იგივე პერიოდი მომენტი უნდა გაიაროს, რაც მე. ასე რომ მე ამ შემთხვევაში ვარ ძალიან თავშეკავებული, ძალიან ფრთხილი, ცოტა რაღაცნაირად ღელავ, რაღაცას ნერვიულობ, მაგრამ აუცილებლად მჯერა მისი და მაქვს რწმენა იმისი, რომ მას რაც უყვარს, იმას გააკეთებს, რასაც მიზნად დაისახავს, იმას შეძლებს და იმასაც გრძნობ, რომ მასაც აქვს ის რწმენა, რომ მე გვერდით ვედგები ყოველთვის.
ჩვენ ქალაქში ამბობენ, რომ ძალიან ბევრი ნიჭიერია ადამიანიო, თუნდაც დედაქალაქშიც რომ დაუპყრია ეს წვერვალები და სხვა მაინც სხვანაირად ამღერებს, სხვა მაინც შემოქმედებითია და სულ სხვა გვარემო გვაქვს, იმიტომ რომ შეიძლება დილით სევდიანი ნისლი ბურუსში გახვიდე ადამიანმა, თუნდაც ლექსი დაწერო, ან ამ უსასრულობას უყურო, ჩაფიქრდე და ფსიქოლოგიის პატარა სესია საკუთარ თავს ჩაუტარო. რამდენად მნიშვნელოვანია, ანუ შენაირი ხელოვანი ადამიანისთვის თვითონ ქალაქი, სადაც ის ცხოვრობს. აი მაგალითად ამჟამად შენი ქალაქი, ბათუმი, ჩვენი ქალაქი, სადაც დაიბადე, შემდეგ დროებით დატოვე, მაგრამ ისევ აქ დაბრუნდი ამ უძვირფასეს წლებში. არაფერი არ დამტოვებია, არსად არ გადავსულვარ, არც ჩათვალეთ, რომ არც თბილისში მიცხოვრია, არც ბათუმში მიცხოვრია, იმიტომ რომ მე თან დამყვება ჩემი შინაგანი რაღაცა ხმა, რომელიც მაძლიერებს, რომელიც მაძლევს ძალას და ვარ დაჯერებული საკუთარ თავში იმით, რომ სადაც არ უნდა ჩავიდე, რომელი ქალაქიც არ უნდა იყოს ეხლა, რადგან მშობლიურია და მიყვარს და აი ყველანაირად გამჯდარი მაქვს სისხლში და ხორცში თბილისიც და ბათუმიც, ეს ნუ ძალიან მემშობლიურება, მაგრამ რასაკვირველი ამას მერე და მერე გებულობ ალბათ ასაკში რამდენად გჭირდება რა გეკომფორტულება თუ უფრო საჭიროა თუ უფრო აქტიურობისთვის თუ უფრო განვითარებისთვის თუ ასე შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანია ბათუმი იმ გაგებით რომ აი ნახეთ ვინც განვითარება უნდა გაიაროს იმისთვის მნიშვნელოვანია უფრო თბილისი იმიტომ რომ გასაქანი უფრო მეტია რაღაცებში აი ბათუმი უფრო კარგია მათთვის, ვინც უკვე მიაღწია რაღაცებს, ან მათთვის, ვისაც საერთოდ არაფრის მიღწევა არ უნდა. და სიმშვიდე. და სიმშვიდე და კომფორტი და ის. მაგრამ ეს ერთი მხრივ ცოტა დრამაც არის, იმიტომ რომ ბათუმს აქვს რესურსი, რომ რაღაცა განვითარების პლატფორმა შექმნას, არ ვიცი, მუსიკა იქნება თუ რაღაც, უბრალოდ ამ ეტაპზე არ კეთდება და ცოტათი გაყუჩებულ მდგომარეობაშია და ისევ რა არ ვიცი თქვენ მე მეგობრებმა რაღაცნაირად ერთიანი ძალებით უნდა შევქმნათ რაღაცეები და არ არის ამისთვის მოლოდინები საჭირო რომ აუცილებლად დაგვაფინანსონ და დაგვეხმარეთ და ვიღაცამ ფული ჩადოს ჩვენ შეგვიძლია ჩვენი რესურსით წამოვიწყოთ პატარ-პატარა რაღაცები რომელსაც მომავალში უკვე ექნება ხო მე ვნახე ბოლოს შენი კლიპი საოცარია ძალიან გემოვნებით არის გადაღებული ოპერატორი ვინ არის ვაჟიკო და ვაჟა კეშელავა და ერეკლე. კი ბატონო, ძალიან მნიშვნელოვანია და ყოველთვის შენს მუსიკებზე ტექსტი ყოველთვის შენია, ხო, ალბათ. ანუ წინასწარი იცი უკვე რა გინდა, რას მღერი, მუსიკაც ასევე შეზავებულია ამ ტექსტთან. როგორ გითხრათ, ხო, წინასწარ არ ვიცი, მაგრამ რაღაცნაირად ტექსტებსაც მე ვცდილობ რომ დაიწეროს, ну, თუ ჩემს სიმღერაზეა საუბარი. და მუსიკაც. მოდი წიგნებს გადავავლოთ თვალი, აქედან ხედავ მეძავები და წმინდანებიო აწერია. დიახ. ეს როდის არის გამოცემული რომელ წელს? ალბათ 5 წლის წინ. 5 წლის წინ. ბოლოს როდის გამოეცი კრებული? 5 წლის წინ. 5 წლის წინ. ოჰო, ესე იგი ახალი კრებული გაქვს გამოსაცემი. კი, მაქვს გამოსაცემი. აპირებ წერ? არ ვიცი, ნახო, ჯერ მუსიკაზე ვარ გადართული, წერით ვერ წერ. თუმცა სახელმძღვანელო გავაკეთე, ეხა მე ვარ შემდგენელი კინოდრამატურგებისთვის, დამწყები კინოდრამატურგებისთვის და სცენარის წერით დაინტერესებული პირებისთვის გავაკეთე სახელმძღვანელო კინოცენტრის დახმარებით, ბათუმის კულტურის სამინისტროს დახმარებით, ფინანსური მხარდაჭერით და ვფიქრობ, აი ახლა ახალი წელი რო დაიწყება, თბილისის თეატრალური გამოცემს, ну, რამდენიმე ეგზემპლარს უკვე და იქნება. ეს ამნიშოვანი ნაბიჯი გადაგიდგამს. დიახ, იმიტომ რომ საჭიროება გახდა ამისი, მე თვითონ ვერ ვსწავლობდი, ანუ რა რითი უნდა მესწავლა, არ ვიცი, ვკითხულობდი ან რუსულად, ან ინგლისურად. ეხლა გადავფურცლე და აი რაღაც ახალ წელს, დამდეგ ახალ წელს შეესაბამება, თოვლი მომხვდა თვალში და უნდა წავიკითხო. ეს იყო თოვლი, სულ თეთრი თოვლი, როგორც ნათელი ეული ბავშვის უცხო ფანტომი, მორბის ბილიკით, ხელში ფიფქებით, სუნთქვა შეკრული და ფეხშიშველი. წყლიან თვალებზე ცრემლების მძივით ეს იყო თოვლი, როგორც ნათელი. ცოტა სევდიანია. ხო, მან ყველა სევდიანი. ყველა სევდიანია? თითქმის, კი. ხშირ შემთხვევაში როდის წერ ლექს? განწყობა როგორი გაქვს ხოლმე სევდიანი? ჩაფიქრებული? ყველანაირი. ყველანაირი? კი. რამე ესეთი ხა მხიარული, პოზიტიური ადამიანებს რო გადავდოთ, თუ გაქვს რო გაუზიარო? არა, არაფერი არ მაქვს, არც მახსენდება არაფერი, ერთადერთი ამასთან დაკავშირებით ვიტყოდი, რომ
მაქსიმალურად ვეცადოთ გამოვიმუშაოთ სიყვარული ერთმანეთის მიმართ, იმიტომ რომ ერთადერთი ეგ არის და დაანებეთ თავი ის გინება არ შეიძლება ხო პირდაპირ ეთერში. არა. მოკლედ აი ყველა ინფლუენსერის ცნების აი რა ვიცი რა ვთქვა რა დაანებით ამ ვიღაცების ყურებას თავი და რაღაცნაირად სხვანაირი სიყვარული ისწავლოს რა ხალხმა არ უნდა არც პოეზია არ უნდა არც პოზები არ უნდა არც ეს არტისტული რაღაცა პათეტიკა არ უნდა და არც ეს ინსტაგრამის ვიღაცა ფსიქოლოგები და დეგენერატები რა ეს სიყვარული ისწავლონ ყველაზე მარტივია და სწორია იმიტომ რომ ძალიან სქემატური ხდება ეს რაღაცები რა ეხლა რამდენი ლექსიც არ უნდა წავიკითხო რაც არ უნდა იყოს ვერ შევძლებ მე იმ აზრის გადმოცემას და მიწოდებას იმიტომ რომ ჩემამდე იმდენმა ხალხმა დაწერა ისეთი ლექსები დაწერა რომ პოეზიას მართლა რომ შეეძლოს სიტყვაზე ამ კაცობრიობის გადარჩენა და ხალხის აღზრდა თუ რაღაცა მით უმეტეს არ არის ეგ ეპოქა რა დღეს სხვანაირი ლექსები იწერება და დროც სხვანაირია ენაც სხვანაირი გახდა და უფრო რაღაცა ციფრულია მაგრამ რა ვიცი ერთს ვიტყოდი რომ აი მხოლოდ და მხოლოდ სიყვარული საკუთარი თავის პირველ რიგში იმისთვის რომ მე სხვაც შეძლო შეიყვარო და სიყვარული საქმის რომელიც გიყვარს და ყოველი დღის და აი რაღაცა ბედნიერების გამომუშავების რაღაც კულტურა რო გამოვიმუშავო და ეს უნდა იყოს ბავშვობიდან ჩანერგილი. კი ბატონო, ოჯახს ამ დიდი მნიშვნელობა აქვს და როლი აქვს ამ მოცემულ სიტუაციაში. ირაკლი, ნუ ჩვენ ვიცით, რომ ეხა შემოქმედები საქართველოში ხელოვანები, მუსიკოსები, მსახიობები, რა ვიცი, უამრავი ადამიანები არც თუ ისე არის მაინც დაფასებული, როგორც საზღვრებს გარეთ. რა უნდა ქნას მომავალმა მუსიკოსებმა, ხელოვანებმა, მაგალითად ეხა ნათელი მაგალითი ხარ და დარწმუნებული ვარ, იავარდებით მოფენილი გზა ნამდვილად არ გაგივლია. იქ იყო რაღაც შესაძლებელია, მე ისეთი რამაც შეიძლება წაგაქცია, ადექითავად, გაიარე, სირთულე იყო, არ დანებდი. აი мотивация მინდა რომ მივცეთ ჩვენს მაყურებელს, ჩემი რუბრიკაც სწორედ ეს არის. არავის აინტერესებს ჩვენ მაგალითად წარმატებული ვართ, მაგრამ აინტერესებთ ყველაზე მთავარი როგორ გაიარეს ეს გზა ადამიანებმა, იმიტომ რომ ეს გასაღები მათაც ჭირდებათ. მე პირადად ვაკეთებდი ყველაფერს საპირისპიროდ, რაც ითვლებოდა მეინსტრიმად. წვერის გაპარსვიდან თუ წვერის მოშვებიდან დაწყებული, რაც მოდაში იყო, საპირისპიროს ვაკეთებდი ყველაფერს. რაც მიღებული იყო უმრავლესობისთვის, ეს იყო ჩემთვის მიუღებელი. რასაც мама რაღაცა საზოგადოებისთვის რაღაცა ესეა თუ რაღაცა არ იყო ჩემთვის ეს და ვაკეთებდი საპირისპიროს ყოველთვის, იმიტომ არა რომ ჯიუტი და მავნევა ან რაღაცა. პროტესტი ქონდა? შინაგანი ინტუიციით გრძნობდი რომ ეს არის რაოდენობის მხარე და არა ხარისხის და არა გულწრფელობის. და სიყალბე უფრო თამაში ხალხისთვის. სადაც ეს არის ფამილიარული, სადაც ეს არის გარეფასადური და შაბლონური და რაღაცა ჩემთვის not mine. არ არის ეს ჩემი ცირკი და ჩემი მაიმუნები და ამიტომ ბევრჯერ წამოვიკარი ფეხი, მაგრამ ჩემ ტყავზე მივიღე გამოცდილება და ექსპერიენსი და არის. ხო, ამ ყველაფერს სითამამე ჭირდება. რომ იყო შენ ვინც ხარ რეალურად ჭირდება სითამამე და ის სიძლიერე რომ იპოვოს ადამიანმა საკუთარ თავში. თორე ყველას უნდა რომ ნამდვილი იყოს და ნაღდი, მაგრამ აი სოციუმი სადაც ჩვენ ვართ, ხანდახან შიში გიპყრობს ხო, რომ იყო ის, ვაიმე ვიღაცამ არ დამცინოს, ვაიმე ვიღაცამ რაღაცა ეს არ ქნას. სად იპოვე ეს ძალა შენში? როგორ იპოვე? ანუ გააქრე მათი ფიქრები, მათი აზრები და შენი წამოწია წინ? არ ვიცი, ალბათ ეს განპირობებული იყო ბავშვობაში იმ გარემოებებით, რომ ძალიან ხშირად მიწევდა შეცვლა, საცხოვრებელი იყო ეს თუ სკოლა იყო თუ რაღაცა. სულ მიწევდა აი უცებ შესვლა ძალიან ბევრ ხალხში და აი რაღაც ყურადღების ცენტრში თითქოს აღმოჩნდებოდი და იმისთვის რომ ალბათ ხა დიდად მორცხვი არ ყოფილვარ, მაგრამ რომ ეს კომპლექსი თუ რაღაცა ეს უხერხულობა რომ დამეფარა, რაღაცნაირად უცებ ეპიცენტრში აღმოჩნდებოდი და ის ხალხი რომელიც თქვა აქეთ იყო და მე აქეთ ვიყავი, ერთ 5-10 წუთში აღმოჩნდებოდა რომ მე შუაში ვიყავი და ხალხი ირგვლივ იყო და იქ ან რაღაცას ყვებოდნენ, რაღაცას ჯამბაზობდნენ,
არ ვიცი, თავშესაცდელად. დაბადებიდან გქონია ეს ნიჭი გეაცოლა. კი, დაბადებიდან. ეგეთი კარმით რო იბადება ადამიანი და ენერგიით, ის თავისთავად მიდის მერე ცხოვრებაში, ყველა გზა იხსნება. ხო, რასაკვირველია, თუმცა ძალიან დიდი რაღაცეების ფასადაც ამასაც ვიტყოდი, იმიტომ რომ იქ ბევრი ისეთი ადამიანის ცხოვრება და რაღაც მომენტი შეიძლება გაიწიროს იმის გამო, რომ ეგოისტური, ინდივიდუალური რაღაცა შენი პირადი ინტერესებისთვის შეიძლება სხვები გაიწიროს და ამისთვის უნდა იყოს მზად ის ადამიანი, ვინც აპირებს, რომ რაღაცა თავისი სათქმელი თუ არ ვიცი, რაღაცა თავისი ნაბიჯი გადადგოს. სხვა შემთხვევაში იქნების სხვების სქემის და სხვების პროგრამის მატარებელი. და მაშინ ვერ დავდეთ იმ პროდუქტს და არ ვიქნებით ხელოვანები, შემოქმედებითები, თუ ჩვენ სხვებს დავემსგავსებით ეს ბრჭყალებში, იმიტომ რომ ყველა ინდივიდია, ყველა ნიჭიერია, უბრალოდ არ უნდა დაავიწყდეს ის, რომ მასში რაც არის, ეს არის მნიშვნელოვანი, ხელოვნებას არ აქვს საზღვრები. დიახ, და აუცილებლად დიდი პატივი უნდა ვცეთ ჩვენს წინაპრებს და წინამორბედებს, ვინც გააკეთა ყველაფერი, გაკვალა გზა და დღეს ჩვენ რო რაღაცეებით სარგებლობთ ყურის ფორმა რო გვაქვს ესეთი დახვეწილი და ესეთი სიხშირეები გვესმის და უკვე რაღაც ლიტერატურას ცოტა ისეც ვეცნობით, უკვე რაღაც მზაობა გვაქვს ბევრი საინტერესო თემისთვის და გახსნილები ვართ და რაღაც ეს ყველაფერი არის დამსახურება, რა თქმა უნდა, ახალი დროის და ახალი ეპოქის და ახალი ალგორითმის ალბათ, მაგრამ ეს არის წინაპრების და ჩვენი წინამორბედების ძალიან დიდი დამსახურება. ძველ გზებს მივყავართ ახალ მატერიკებამდე და ახალს ვერაფერს ვერ შევქმნით თუ არ გავეცნობით ძველს. ისევ ჩვენი ოჯახიდან, ჩვენი წინაპრებიდან მოდის ეს ყველაფერი და დასაფასებელია, ჩვენი საყვარელი მიწიდან, ჩვენი მიწიდან მოდის და ჩვენი ტომიდან მოდის ეს ყველაფერი. კი ბატონო, ირაკლი, უღრმესი მადლობა. მადლობა თქვენ, მე თქვენ ძალიან მიყვარხარ, ძალიან ნიჭიერი ხარ. რა სპექტაკლებიც მაქვს ნანახი, ის იყო საოცარი და წარმატებები ძალიან დიდი მადლობა და წარმატებებს გისურვებ და ვუსურვებ ჩემს მაყურებლებსაც გადაელახოს აი ეს ნაბიჯები მისულიყვნენ თავის ოცნებებთან და აეხტინოთ და რაც მთავარია რაც ჩვენ ვისაუბრეთ ყოფილიყვნენ ნამდვილები რაც ყველაზე რთულია be real კი ბატონო აბა წარმატებებს გისურვებ ჩვენ კი რამოდენიმე წამში დავბრუნდებით მოკლედ დავბრუნდით პირდაპირ ეთერში. მადლობა, მერი არაჩვეულებრივი სტუმარი ყავდა. ძალიან სასიამოვნო იყო მისი ისტორიის მოსმენა და კიდევ ერთი ორად აღფრთოვანდი ამ ადამიანთან დაკავშირებით. ახლა კი გავაგრძელოთ ჩვენი გადაცემა და უნდა ვნახოთ ანა კაკაბაძის სიუჟეტი წინა საახალწლო სამზადისი. საინტერესო რა უნდა მოგვიმზადოს. სავარაუდოდ ნაძვის ხე არ ამგონია რომ მოვრთოს. მე ვიცი რა უნდა მოგვიმზადოს, ოღონდ არ ვიტყვი. არ ვიტყვი. ნუ ნაძვის ხე გამორიცხეთ ყოველ შემთხვევაში სასწაულს. ნაძვის ხე არა, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი სუფრაზე. სხვათა შორის აი საღამოს რომ ჩაუჯდები ტელეფონს და სოციალურ ქსელს თვალყურს ვადევნებ ხოლმე, ხო, ნუ მიგდევს სულ ამ წინა საახალწლო კერძებს ის და ვინახავ, ამას გავაკეთებ, სულ რაღაც ჩემს წარმოდგენაში მაქვს, რომ არ დამავიწყდეს ის უნდა გავაკეთო აუცილებლად, მაგრამ საბოლოოდ გამოდის ისე, რომ რაც ყველაზე ძალიან მინდა ხოლმე, იმას ვერ ვაკეთებ ხოლმე. ამიტომ და ეს თუ ხომ ადამიანი. აი ვნახოთ ახლა დღეს პარასკევი ასევე ლინდა უნდა შემოგვიერთდეს თავისი აჯობსანდალის და აი ვნახოთ რომლის მიერ მომზადებულ საახალწლო კერძს მოვამზადებ ან ტკბილეულს. მოკლედ ვნახოთ ანკა კაკაბაძის სიუჟეტი. ახალი წლის მზადება ცოტა სხვანაირი ემოციებთანაა დაკავშირებული ყველა ადამიანის სიახლეს, სიკეთეს, სიყვარულს ელოდება და ჩვენც ასევე ვართ. დიდი ხნით ადრე იწყება სამზადისი, თუ როგორ ნაძვის ხეს დავდგამთ, რას გავაკეთებთ. ძირითადი საახალწლო კერძები ყველასათვის ცნობილია, მაგრამ ერთადერთი რაც განსაკუთრებით ახალი წლის სამზადის უხდება და ყველა ოჯახიდან გამოდის ამ დროს სურნელი, თაფლისა და ნიგზის სურნელია ეს გოზინაყი ყველასათვის საყვარელი საკვები. ოდითგანვე ქართული ტრადიცია იყო ის, რომ
ქართველი ქალი, დედაქალი ამზადებდა გოზინახს და მიართმევდა ყველა ახლობელ ადამიანს. ეს ჩვევა და ეს ტრადიცია დღემდე შემოგვჭა ჩვენც. თაფლის სამზადისი ყველაზე რთულია, რომ შეარჩიონ გოზინაყისთვის თაფლი. თუ თაფლი კარგად შერჩეულია, კარგად მოხარშულია, ჩათვალეთ, რომ გოზინაყი ნამდვილად კარგი გამოდის. ბებო და მეყმარე. ახლა ბები. ნიგოზი სად არის გოზინაყის? უნდა ვადუღოთ ერთხელ, მეორეჯერ და მესამეჯერ რო ავადუღებთ, უკვე შეიძლება მე ჩავაყაროთ ნიგოზი. ახლა მე აუყიდებ. აი ასეთი ქაფი უნდა გაკეთდეს დუბილის დროს. როგორც კი ქაფი შეიცვის ფერს, შეგვიძლია ჩავამატოთ ნიგოზი. უნდა აუგნიო. მასობაში იხარშება, იხალება ნიგოზიც. მივედით იმ პერიოდამდე, რომ დანით, სველი დანით, ჭრით და გადაგვაქვს თეფშზე. ესე ჩვენი გოზინაყი მირთვით ტკბილად, მრავალ ახალწელს ბედნიერად და მშვიდობიანად შევხვდეთ ჩვენ სახლობლებთან ერთად. ძალიან გაბრიელი გამოვიდა. ნამდვილად, ბებო. მადლობა ანკა. კი, მადლობა ანკას და ეს ყოფილა გოზინაყი. კი ბატონო, გოზინაყი, რომლის მომზადებაც საკმაოდ კარგად გამოდის. გიყვარს გოზინაყი, სოფი? არ მიყვარს. მე გიჟდები, ისე მიყვარს, ოღონდ გაკეთება არ ვიცი, სამწუხაროდ და აი ეს ნაძვის ხე, ახალი წელი, გოზინაყი, სათამაშოები, მორთულობა, ყველაფერზე ვსაუბრობ და ყველაზე მთავარი პარამ ქალბატონებისთვის არის მნიშვნელოვანი 2026 წლის მეიქაპის განსხვავებული ტენდენცია რა არის, ალბათ ყველას აინტერესებს და აი ამ თემასთან დაკავშირებით თუ რა უნდა გავიკეთოთ ქალბატონებმა ახალ წელს. აი ეს დეტალი იქნება, გლითერი იქნება, ან საცხის ფერი, ამ თემებთან დაკავშირებით გვესაუბრება ჩვენი ქალაქის ერთ-ერთი გემოვნებიანი პროფესიონალი ვიზაჟისტი სალომე ბაღოშვილი. სალომე, მოგესალმებით. დიდი მადლობა რომ მოხვედით ჩვენთან სტუდიაში. ყველაზე ძალიან მე მიხარია ახლა თქვენი სტუმრობა. მოდი მაშინ სალომე შენ დაუსვი პირველი კითხვა სოფოს. დიდი მადლობა მოწვევით. ხო, ესე იგი ჩვენ ვსაუბრობდით როგორ მოვრთოთ ნაძვის ხე, როგორ გავალამაზოთ სახლი, როგორ გავაწყოთ სუფრა და ყველაზე მთავარი ქალბატონებისთვის რაც არის ხოლმე როგორ გამოვიბრანჭოთ, როგორი მაკიაჟი გავიკეთოთ, რა ფერის სამოსი ჩავიცვათ და ასე შემდეგ. ნუ საახალწლო დღე ისეთი ახალი წლის ღამე განსაკუთრებით ისეთი დღე უნდა ვიბრწყინოთ, უნდა არ ვიცი, რაც კი გვაქვს შეიძლება რომ დავიყაროთ სახეზე, მაგრამ ამ ყველაფერს სჭირდება პროფესიონალური მიმართულება. მანამ სანამ ახლა შეგეკითხები მაგალითად აი კონკრეტულად რა მაკიაჟი შეიძლება გავიკეთოთ და რითი გამოვიკვეთოთ რომ ეს სადღესასწაულო განწყობა ჩვენს ვიზუალურ მხარეშიც აისახოს მაინტერესებს აი შენი აზრი როგორც ვიზაჟისტის რამდენად მოქმედებს ჩვენს ქალბატონების განწყობაზე თუ როგორ გამოვიყურებით აი შეიძლება რომ მაკიაჟმა შეგვიქმნას განწყობა და მოგცეს უფრო მეტი თავდაჯერებულობა. რა თქმა უნდა, თავისთავად. მით უმეტეს ახლა ახალი წელი ბრჭყიალებთან არის ხო ასოცირებული და რა თქმა უნდა მაკიაჟშიც აქტიურად შემოდის ბრჭყიალები. მინდა გითხრათ რომ აი რაც შეიძლება ბევრი ბრჭყიალა გლითერი და რაც თავარია
ეხლა ტენდენციურია ძალიან ისეთი ღია ფერები, როგორიცაა ვთქვა თეთრი, ნაცრისფერი, მსგავსი, აი შეგვიძლია გავილამაზოთ თვალი, ვთქვა დავტვირთოთ კონკრეტულად აი ამ გლითერებით, ხოლო ვთქვა ტუჩზე გავაკეთოთ ისეთი რაღაც. ხელში რაღაც გიჭირავს სალომე, მე წამოვიღე ესეთი გლითერი, ვთქვა რომ მაგალითად მოდი აბა გამიკეთე ახლა ეს გლითერი. ანუ მაქსიმალურად ისეთი გამჭვირვალე ფერი უნდა იყოს, იმიტომ რომ ეხლა მაინც უფროსი თეთრისკენ მივდივართ და ეხლა თეთრი ნაკლებად გამოიყენება, ხო, ვთქვა თვალზე არც ისე ეფექტურია. ამიტომ შეგვიძლია ჩავანაცვლოთ ძალიან მარტივად და აი ნაცრისფერი, ხო? კი, აი ისეთი ფერით, რომელიც რა ლამაზია. ხო, აი ვერცხლისფერი ალბათ. ვთქვათ, კი. და სალომე, რამდენად სწორია მაგალითად რა ფერის სამოსიც? რა ფერის სამოსიც გვაცვია ზუსტად იმ ფერში რომ გავიკეთოთ ძალიან მომწონს და რაც ცუდია რომ ანციხარ შენ დღეს. მე არ მომიწია. მოკლედ ესე იგი 2025 წელს ძალიან აქტუალური იყო გლითერები, ბრჭყბილები, რაღაცა თვლები და ისევ რჩება 2026 წელს. არა, ვერ ვიტყოდი რომ რჩება, იმიტომ რომ ძალიან დიდი არჩევანი შემოდის მაგ შემთხვევაში ჩვენთან ტენდენციები არის აი ისევე როგორც გოთიკურ სტილზე გადავდივართ და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ძალიან აქტიურად შემოდის და ბრუნდება ცისფერი ფერი რომელიც ხო სიმართლე გითხრათ ჩვენ ქართულ ქალბატონებს ნაკლებად უყვართ მაგრამ წელს მოგვიწევს ცოტათი გამოყენება რადგან ძალიან აქტიური ხდება ეს ჩრდილებს გულისხმობ კი მაგრამ ჭყიალებიც ხო ახსენე ახლა ჭყიალებიც ახლა უფრო საახალწლოდ შემდეგ ცოტა უკვე 2026 ხო წელს უკვე შევდივართ ცოტა სხვა ტენდენციებით ვთქვათ როგორც თუ მანამდე იყო ყველაფერი თბილი ფერები ვთქვათ რაღაცა მაკიაჟი კაპუჩინო მეიქაპები და ვთქვათ და რაღაცა თქვენს ენაზე ნუდი ქვია, ხო? აი ნუდი ნელ-ნელა იხევს უკანდეახ და ახლა შემოდის ისეთი ცოტა აქტიური ტუჩი, აქტიური თვალი, კი, ყველაფერი კვეთრი კი და ძალიან დიდი არჩევანი გვაქვს. სახის დამუშავება გლოუ რჩება თუ უნდა იყოს გლუვი ეფექტი? გლოუ რჩება, მხოლოდ ცოტათი ინაცვლებს ანუ ქვევით და უფრო აქცენტი კეთდება მოვლილ კანზე. უფრო აქცენტირებულია მოვლილი კანი და არა ძალიან გლოუ. ანუ ბუნებრიობისკენ მიდის ბუნებრიობისკენ მიდის კანი, მაგრამ არა თვალი და ტუჩი. თვალი და ტუჩი აქტიურდება. სამე მნიშვნელოვანია ახლა ჩვენი ქალაქისთვის რომ ესეთი პროფესიონალი ადამიანი ყავს. აი განვლილი წლები, როგორც ვიცი, ტელევიზიაში მუშაობდი, ეს კიდევ სხვა სფეროა და აქაც რო ვირჩიო პატარა ხრიკები წამყვანებს, თუ როგორი მაკიაჟი უნდა გავიკეთოთ მაგალითად ეკრანზე, იმიტომ რომ აქ ძალიან მნიშვნელოვანია ეს განათება, აი ეს რაკურსი, ყველაფერი უნდა გამოვიყენოთ თუ არა ბზინვარება, უნდა იყოს თუ არა სახე დატენიანებული გლოუ ეფექტით თუ უფრო გლუვი. აქაც მინდა გითხრათ უკვე ცვლილებებია. მე როცა დავიწყე, ანუ მე ვიყავი 18 წლის როცა მივედი ტელევიზიაში, ჩემ მეორე ოჯახში, გიჟდები ვაფრენ, ყველას მოვიკითხავ და ძალიან მიყვარხართ. მაშინ იყო აი მაქსიმალურად კანი მატი. აი პუდრი, ძალიან გამოკვეთილი თვალი, ვთქვათ, აქცენტირებული თვალი. ეს ნელ-ნელა გადაინაცვლა და ეხლა ცოტა უფრო ბზინვარებაც შეგვიძლია. კი ბატონო, არავითარი აი ესეთი მძიმე ტონი ვთქვათ სახეზე, ამ მსგავსი ყველაფერი ნელ-ნელა ბუნებრიობისკენ წავიდა მაგაც და აღარ ვართ ესეთ ჩასმულ ჩარჩოებში, როგორც ვთქვათ, ვეყავით სადღაც 18 წლის წინ. ტუჩსაცისფერი? არაფერში შეზღუდულები არ ვართ. მთავარია იყოს კანი ძალიან ჯამრთელი, ესე ვთქვათ, გამოიყურებოდეს ჯამრთელად, ხო? და არა ვთქვათ ესე. აი ხა, ჩვენ ვიცით, რომ კადრს მიღმა უამრავი კურიოზი ხდება, ახალი წელი დგება და აუცილებლად უნდა გავიხსენოთ, წარმომიდგენია ხა კადრს მიღმა უამრავი რამ გადაგხდენია თავზე თან ვიზოჟი და ჩქარა 5 წუთში რომ მაკიაჟს აკეთებ წამყვანი რა შერბის და ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იყავი ტელევიზიაში, სადაც ყველაფერი ექსტრემალურია. თუ გაიხსენებ რა მსგავს
ფაქტს, რომელიც ახლა ჩვენ ხიმილს მოგბრის აქ. ჩვენ ძალიან ბევრი გვაქვს. არა, იმდენად მაგ საკითხში მოწესრიგებული ვარ, იმდენად პუნქტუალური ვარ, იმდენად აი სხვათა შორის არასდროს არ მქონია მსგავსი შემთხვევა. ხო შეიძლება წამყვანმა დაგიგვიანოს. არ მქონია ერთადერთხელ მქონდა, როცა სულ პირველ ნაბიჯებს ვდგამდი ასე ვთქვათ ტელევიზიაში, როცა დავრჩი მარტო და მივხვდი რომ აი მთელი პასუხისმგებლობა ჩემზეა, ნერვიულობისგან იმდენი ტონალური წაუსვი, რომ ვეღარსად ვეღარ მიმქონდა და მომიწია რომ სრული ტანი აი ესე გადმომეტანა და მთლიანად წამეს. ეს ერთადერთი შემთხვევა მახსენდება. მეტი არა. რამდენი წელი მუშაობდი ტელევიზიაში? 21 წელი ფაქტიურად გავიზარდა. კი, ჩემი ჩვეულებრივი მეორე ოჯახია. ძალიან დიდი დროა. სალომე, მე მაქვს ახლა შენთან ერთი კითხვა. ჩვენ სულ საუბრობთ ხოლმე, რომ აი წლიდან წლამდე იცვლება ტენდენციები, ფერები, რაღაცა გადადის მოდიდან, რაღაცა ბრუნდება, შეიძლება ძველიც დაბრუნდეს, მაგრამ წითელი ტუჩ-საცხი არის ხო ეს არის ისეთი რაღაცა რომელიც არასდროს არ გადადის მოდიდან არის ყოველთვის მოთხოვნადი და ჩემი დაკვირვებით თითქმის ყველა ქალბატონს უხდება არ აქვს მნიშვნელობა თხელი ტუჩი აქვს ნორმალური ტუჩი აქვს როგორი სახის მოყვანილობა აქვს ხო მაგრამ მე მაინტერესებს აი ქალბატონები ვუშვებთ თუ არა შეცდომებს ხოლმე როდესაც ვიყენებთ წითელ ტუჩ-საცხს მაგალითად დღის რომელ მონაკვეთში შეიძლება რომ გავიკეთოთ? სად უნდა წავიდეთ, რომ ესეთი ხმამაღალი განაცხადი გავაკეთოთ? რა ფერის სამოსზე შეიძლება რომ ჩავიცოთ, რომ უფრო მოვიხდინოთ და ასე შემდეგ. კი ბატონო. რაც შეეხება წითელ ტუჩსაც. თავარი შეცდომა ქალბატონების. არის რომ აი პირდაპირ წაისმევთ წითელ ტუჩსაც და დამთავრდა. არა. წითელი ტუჩ-საცხის წასმა არ შეიძლება არავითარ შემთხვევაში თუ არ გვაქვს ძალიან სწორად ამას ხაზგასმით ვამბობ დამუშავებული კანი. თუ კანი არ არის დამუშავებული, არავითარ შემთხვევაში წითელი ტუჩ-საცხი. სხვა შეზღუდვად წითელ ტუჩ-საცხთან დაკავშირებით არ აგვაქვს, ეს იქნება დღის პირველი ნახევარი, მეორე თუ საღამო, ეს არის სურვილის სამეფო. მხოლოდ ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ დამუშავოს კანი. იმიტომ რომ აუცილებლად გამოყოფს ყველა იმ ნაკლს, რომელიც გვაქვს კანზე. თუ ოდნავ სიწითლისკენ გვაქვს კანი, ვთქვათ, მიდრეკილი, თუ ოდნავ რაღაცა სადღაც გამონაყარი გვაქვს და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სწორი ფერი. იმიტომ რომ დიახ, აუცილებლად კანის მიხედვით, ჩაცმულობის მიხედვით, აი ყველაფრის მიხედვით და თმის ფერის, იმიტომ რომ წითელს ძალიან ბევრი ტონი აქვს. აი საინტერესო ხა ჩვენ ვინც არ ვიცით უბრალოდ რომ მოგწოს წითელი ტუჩ-საცხი წავედი პირობითად შესაძენად და უბრალოდ დავინახეთ აი მომეწონა ფერი. აი როგორ შეიძლება რომ ეს უფრო სწორად რომ ძალიან დიდი ხანია მაგისთვის საჭირო რომ იპოვო შენი სწორი ფერი. ეს არის უბრალოდ პრაქტიკა. პროფესიონალთან უნდა მიხვიდე, შეგირჩევს ერთხელ, ორჯერ, სამჯერ და მოგარგებს. გამოირგო რა, რამოდენიმეც და მაინც პატა ძალიან ჩუმაგზის. ამ დროს ძალიან აქტუალური გახდა მამაკაცების მეიკაპი. იმიტომ რომ თუნდაც პატარძლებს, როდესაც სიძეები ახლავს, გვერდით ფოტოსესია ეს სახალხო წამყვანის ამპლუა თუ ასე შემდეგ ეკრანზე წამყვანის ამპლუა აუცილებლად ჭირდება ტონი. აუცილებლად ჭირდება გეთანხმებით. იყენებს მოვლა, რუტინა. პატა ეხა ვერ ხდება საერთოდ რაზე საუბრო. კაი, მე მოგუებო თქვენთან მაქვს კიდევ კითხვა. მე როგორც მაქსიმალურად მოვლილი კანი, რომელიც აი ესე ზოგჯერ არის სხვათა შორის შემთხვევები, აი მოდიან ხოლმე ჩემთან და მეუბნებიან აი მინდა გლოუ კანი და ესე ანუ არ ხდება. ანუ ესე ერთჯერადად ამ ეფექტს ვერ მიაღწევ. ამას უნდა ყოველდღიური მოვლა, აი ანუ ცოტა ბზინვარებაც აქვს, აი მიახლოებული ბუნებრივი კანთან, რომელსაც აი ოდნავ ცხიმიც აქვს, ტეზონა ცხიმიანი, გაერთიანებული, კომბინირებული. კი, არა, ნუ მაგ შემთხვევაში შეიძლება, მაგრამ მაგ შემთხვევაში ყოველ ვარიანტში უნდა ოდნავ აი ტეზონა ყოველთვის უნდა იყოს დაპუტრული. ანუ გლოუ არ ნიშნავს მთელი სახის ესე ვთქვათ ბლინივით რომ ზინავს არა. ეს ადგილი ყოველთვის უნდა იყოს შრა. ანუ შერეული კორექცია უნდა მოხდეს სახლის პირობებში. მოგებო, მე მექნება კიდე თქვენთან ერთი კითხვა. ნუ წითელი ტუჩ-საცხის შემთხვევა გავიგეთ, გავითვალისწინებთ ამ რეკომენდაციას და ასევე მაინტერესებს, როდესაც ქალბატონები ტონალურს ვარჩევთ,
ძირითადად სახეზე არ ვიტანთ ხოლმე ამ მასას ვისხელზე ხელზე. არასწორი. ხო, ეხლა ბუნებრივად თუ ლოგიკურად რომ დაუკვირდეთ, ეხლა სად ხელის ფერი, კანის სტრუქტურა, სად სახე, ხო? ყველაზე სწორია გავიკეთოთ აი აქ. კისრის არეში. კი ბატონო. რომ არ იყოს ის რაც ხშირად გვემართება ხოლმე სახეს ყოფერი კისერი კაყაჟღაჭებული თეთრი და მე ასე რომ ვისხოთ ხოლმე არა ყოველთვის გავაკეთოთ აი აქ ცოტა წავისოთ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მაღაზიაში არა და არც დახურულ სივრცეში გამოვიდეთ გარეთ დღის შუქზე იმიტომ რომ ყოველთვის განსხვავდება დღის შუქი და რაც შეეხება თქვა ტონალური გვიხდება თუ არა მაქის არჩევის დროს აუცილებლად 2-3 დღე ვატაროთ მე მივხვდებით ის არის თუ არა ჩვენი კანი ანუ მიიღებს თუ არა ჩვენი სახის კანი ეს არის სალომე ასევე ძალიან მნიშვნელოვანია დავამატებ რა კი საახალწლო განწყობაზე ვისაუბრეთ ახალწელზე ეს მშრიალები ახალ წესთვის არის მნიშვნელოვანი სადღაც ცოტა ამ დღესასწაულთან გვერდით ძალიან ფიქსირდება საპატარძო მეიქაპიც იმიტომ რომ ძალიან მოთხოვნადია საპატარძო მაკიაჟი რომელიც ძალიან მოთხოვნადია და ყველა ქალბატონი არის პრინცესა ახალი წლის ჯადოსნური დღისთვის გამზადებული აი საპატარძო მეიქაპში რა არის აქტუალური, რა არის მნიშვნელოვანი. არა აქვს აქ ხომ ნიშნობა ქალბატონი თulis თუ არა რომ ლამაზად გამოიყურება ვიზუალურად, აქვს თუ არა ეს გარეკნება ყველა ქალბატონი ასხივებს თავის ენერგიას, მაგრამ ის მნიშვნელოვანი ფაქტები რაც უნდა გავითვალისწინოთ, არა მარტო საახალწლოდ, არამედ როდესაც დღესასწაული აქვს და არის დედოფალი. ამიტომაც მიყვარს საერთაშორისო ძალიან ჩემი პროფესია. აი მარტო ბედნიერებასთან ასოცირდება. ეხლა რაც შეეხება პატარძლებს. პატარძლებში არსებობს ტენდენციები, მაგრამ მაინც ჩემი გამოცდილებით ვერასდროს მივყვებით ტენდენციებს. ყველა ინდივიდუალურია და იმ დღეს ყოველთვის პატარძლს უნდა გაუკეთო ის, რაც მას უნდა და არა ის, რაც ტენდენციურია. ამიტომ ესე მე არასდროს გამოვყოფ ხოლმე. მირჩევნია რომ მივყვე ადამიანს განწყობას და ანუ ყველაფერი გავითვალისწინო მისი. და დაუშვათ თუ ვერ ერკვევა? არა, ერკვევა. არ არსებობს ქალი, რომელმაც არ იცის რა უნდა და რა უხდება და რა არ უნდა ხომ მაგრამ იქნებს დაბნეულია. და სალომეს თავაზობს, აი შენი ხედვით დაუშვათ ის პროცესში, მე გაგიხედებოდ მაგ შემთხვევაში, როცა თავიდან ბოლომდე მე მენდობა, მე უკვე ისე უკეთებ, როგორც მე. როგორ აბა გაგვიმხილე ეგ საიდუმლოა რა. ანუ ძირითადად მირჩევნია, რომ იყოს მაქსიმალურად სუბუქი. ლამაზი, ვთქვათ, ფოტოსთვის გამოყოფილი თვალით, აქცენტი თვალზე და ნუ აი უკვე ანუ ამის დროს, რა ქვია, თვითონ ურთიერთობის დროს ნელ-ნელა საუბრობთ და უფრო ვიგებ ხოლმე რა მოსწონს. როგორ მიხარია რომ არ ხართ საბრძოლო მაკიაჟის მომხრე. არ მომს რომ გამოუცხადებენ ხოლმე და ხო, ამის სიმსუბუქეო. მე როგორც არაპროფესიონალს მოყვარულს, როგორ შემაფასებდით, როგორი მე მაკიაჟი მაქვს საეთეროდ. ცოტას იდეალური. იდეალური, ხო? იმედი მაქვს, რომ ჩემი ჟურნალისტი ლინდა მესხიძე უყურებს ამ გადაცემას, იმიტომ რომ 4 დღის წინ მომცა შენიშვნა, რომ ძალიან პრიალებო შუბლზეო და მე ვთხარი, ეს არის glow ეფექტი მეთქი, ეს მისვია მეთქი და იმიტომ რომ ასე მინდა, თქო. ეხლა შუბლი არ გიჩვენს, ხო, წინა მოგაქვს. ხო, ძალიან დიდი მადლობა, რომ დამეხმარე სალომე. სალომე, უღრმესი მადლობა. გისურვებს საახალწლოდ ბევრ ქალბატონს, რომელსაც გაალამაზებ და ესე ტრენდულ მეიქაპს გაუკეთებ. გისურვებ წარმატებებს და მართლა ძალიან მნიშვნელოვანია ქალბატონებისთვის ესეთი ქალბატონი რომ გყავს, იმიტომ რომ როცა გალამაზება მოგვინდება, შეგვიძლია მივმართოთ სალომე ბაღოშვილს. ძალიან დიდი მადლობა სალომე. დროებით. გილოცავთ წინასწარ დამდეგ ახალწელს. ჩვენ კი რამოდენიმე წამში ისევ პირდაპირ ეთერში დავუბრუნდებით. კი ბატონო. პირდაპირ ეთერში. მე ვიდა ჩემი დრო, ხო? მე ამ რუბრიკას ვერ წარმოვადგენ. ბატა, გისმენთ. არა, რუბრიკამდე კარგი ამბავი გავანდოთ ჩვენს მაყურებელს, რომელიც გუშინ მიმდინარეობდა ჩვენს ქალაქში. გუშინ ბათუმში თაკო მექვაბიძის შემოდგომა ზამთრის კოლექციის საპრეზენტაციო საღამო გაიმართა. ჩვენ როდესაც თაკოზე ვსაუბრობთ ხოლმე მხოლოდ არ ვსაუბრობთ მის
შემოქმედებით ცხოვრებაზე და არ მოვიხსენიებთ მხოლოდ დიზაინერად, იმიტომ რომ ეს არის ადამიანი, ალბათ დამეთანხმება ჩვენი მაყურებელი, რომელიც მუდმივად ცდილობს მისი ქალაქი და მისი ქვეყანა წარმოაჩინოს უცხო ქვეყანაში და შეიტანოს ის რაღაცა პატარა დეტალები, ხაზები და ნოტები, რომელიც ასახავს ქალაქს და არაერთხელ ყოფილვართ იმის მოწმე, რომ თაკოს ერთ-ერთი მთავარი ინტერესი არის ის, რომ გაუწიოს პოპულარიზაცია ჩვენს ქვეყანას და მე მიხარია, რომ ასეთი ქართველი დიზაინერი ყავს, დიზაინერი, რომლის სამოსითაც არაერთი ჰოლივუდის ცნობილი ვარსკვლავი არის განებივრებული, მათ შორის ცნობილი მოდელები და ეს ჩვენთვის არის ძალიან საამაყო. და მე დავამატებდი, რომ ამ სამღამოს წამყვანი იყო ჩვენი წამყვანი სოფო, რომელიც ალამაზებდა თაურობას და აი მთელი სიყვარულით და ეშხით უზიარებდა მაყურებელს თაკოს აი ამ სასწაულ კოლექციას. მადლობა. შეხო ვერ იტყოდი ახლა. აი ხო, არ ვიტყოდი ნამდვილად. კარგი, ჩვენ შეგვიძლია ახლა ვინც არ იყო ამ საღამოზე გადაავლოთ თვალყური და ნახოთ თუ როგორ მიმდინარეობდა ეს განსაკუთრებული საღამო. ნახოთ სიუჟეტი. მინდა ყველას მოვესალმო და დამდეგი ახალი წელი მოულოცოთ. ეს წელი ყოფილიყოს წარმატების, სიყვარულის, სიკეთის მომტანი. ჩემი საღამოც რაღაცნაირად დავამთხვიე, რომ მინდოდა ზუსტად რომ ეს წინა საახალწლო განწყობა შემექმნა ჩემი მეგობრებისთვის, ჩემი მომხმარებლებისთვის, ჩემი ქალაქისთვის. ჩემი კონცეფცია არის საახალწლო გმირები, აი ბავშვობაში რო გვახსოვს მაკნატუნა და ბევრი საინტერესო ზღაპრის ძალიან ლამაზი გმირები გადმოვიტანე ჩემს სამოში და რა ვიცი, ჩემი პატარა ფილმის 30 წამიანი ფილმის პრეზენტაციაც იქნება. ალბათ ამ 30 წამში მოვახერხეთ, რომ ჩემ კოლექციაზე მელაპარაკა და მიხვდეთ ზუსტად შინაარსი ამ პატარა ზღაპრის. დღეს ჩემთვის ძალიან დიდი პატივია ამ საღამოზე ყოფნა, იმიტომ რომ თაკო არის ყველასთვის საყვარელი და საამაყო ბათუმელი. დარწმუნებული ვარ, რომ არაჩვეულებრივი საღამო იქნება. თაკოს არაჩვეულებრივ კოლექციაშიც ეჭვიც არ მეპარება და მთელი ინტერესით ველოდები მოკლედ, როდის ვნახავ ახალ კოლექციას. პირველ რიგში ვიტყვი, რომ ძალიან ამაყი ვარ ქალაქში ესეთი დონის დიზაინერი რო ყავს, რომელიც არა მხოლოდ ბათუმელებს, არამედ უკვე მსოფლიო ვარსკვლავებსაც კი აწმევს, რაც ძალიან საამაყო არის. რაც შეეხება დღევანდელ საღამოს, როგორც ვიცი, ჯერ არ დაწყებულა, თუმცა როგორც ვიცი, ეს იქნება მცირე ჩვენება იმისა, თუ რაც გველოდება სამომავლოდ თაკოსგან და ვიმედოვნებ, როგორც ყოველთვის ვტოვებს ხოლმე აღფრთოვანებულს, დღესაც ესეთივე აღფრთოვანებულები დავრჩებით. ახსენებენ მოდას საქართველოს და ბათუმს ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ დარწმუნებული ვარ რომ იქ იმ წუთასვე ტოლობა სვამენ თაკო მეფობიძესთან და ეს არის ჩვენთვის ძალიან საამაყო, იმიტომ რომ თაკომ წლების განმავლობაში შექმნა როგორც საკუთარი ბრენდი, ასევე შეუქმნა იმიჯი ჩვენს ქვეყანას საზღვარგარეთ როგორც ყველაზე მოდურს, ყველაზე გემოვნებიანს, ყველაზე მრავალფეროვანს და ვფიქრობთ, რომ ყველაზე მთავარი რაც არის შემოქმედის ცხოვრებაში, ის არ ჩერდება და ყოველწლიურად ჩვენ ვხედავთ სულ სხვადასხვა და განსხვავებულ თაკოს. მადლობა, კიდევ ერთხელ წარმატებას ვუსურებთ თაკოს და ველოდებით გაზაფხული ზაფხულის 20-26 წლის კოლექციის პრეზენტაციას მალე. ბოლო მოვიდა ჩემი დრო, კერძები მაინტერესებს ახლა თან თქვენ ამბობდით ორივე რომ
ნეტა რა კერძები იქნება და როგორ გავაჯიბროთ ერთმანეთთან, რომ ერთ კერძზე გავიგეთ ის, რომ იქნებოდა გოზინაყი, მეორე რა იქნებოდა ნეტა. საცივი? საცივი? ანუ ყველაფერი ნიგზით? რა საახალწლო კერძია საცივი. მე ვერა გვიქოცა. ანუ შეიძლება გამოიცანე, ანუ ფსონი რო დავდოთ თუ არ მგონია, ლინდას არ ეყარება საცივი. ზოგადად ლინდა ისეთ კერძებს ამზადებს ხოლმე, რაც მას უყვარს. და ის თან თავისი თანამოაზრე ყავს გვერდით მუდმივად ბატონი გიორგი. დღეში თობისა მოგესალმებით. ლინდა მოგესალმებით სოფო მე პატა. გიორგის კი ვიცნობ. მე მგონი შენს მარცხნივ ესე იგი ადამიანი არ ვიცი ვინც რუბრიკა აჯაფსანდელს ვინც რუბრიკა აჯაფსანდელს ადევნებს თვალს, ალბათ ეცოდინება, რომ ხშირად კადრს მიღმა, როცა გიორგი კადრში ჩანს, კადრს მიღმა ჩვენ გვეხმარება ადამიანი, რომელიც რაღაცა პატარა მინიშნებებს გვაძლევს და ასე რომ ვთქვათ, როდის გადავატრიალოთ ხორცი, როდის რა როგორ გავაკეთოთ, გვკარნახობს კულისებიდან და დღეს ახალი წლის დღეები ახლოვდება და გადავწყვიტეთ, რომ ნატო კობალაძე გავაცნოთ რუბრიკა აჯაფსანდალის მაყურებელს, წამყვანებს და ზოგადად შემოქმედებით გუნდს. ნატო მოგესალმებით პირველ რიგში გილოცავთ დამდეგშობა ახალ წელს და გისურვებთ წარმატებას და აი არ ვიცი იმედია 2026 წელს თქვენი კერძებით გაანებივრებთ ჩვენს მაყურებელს. გიორგი მოგესალმები შენს. მე უბრალოდ კადრს უხდები და მაგით ვარ. მოდი დავიწყოთ. ნატო გითხარი რას ვამზადებთ დღეს? მოვამზადებთ ბაჟის соус. ქათამს მოვამზადებთ ბაჟის соуსით. ძალიან საინტერესო კერძი არის, იმიტომ რომ ახალი წლის სუფრაზე ყველა ოჯახში მგონი არის. არ მეგულება ოჯახში, სადაც ეს კერძი საახალწლო სუფრას არ ამშვენებს. კი ბატონო, ნატო, თქვენ შეგიძლიათ რომ დაიწყოთ უკვე კერძის მომზადება და მე გიორგის ვკითხავ, აქეთ რა ხდება, აბა გიორგი. და თან მინდა რომ აჩვენოს ჩვენმა ოპერატორმა მაყურებელს აი ეს დაფა. მე რა თქმა უნდა ეხლა სიმარტივეში წავედი, სანამ ნატო მომზადებს რთულ პოზიციას, მე გავაკეთებ მარტივ წასახემსებელს, ქართულს, ნუგვარს, ასე ვთქვათ. აი, ქალბატონები ისეც იღლებიან მასპინძლობის დროს, აალაგე და აალაგე საქართველოს როგორც ხდება და მე გავაკეთებ ისეთ დაფას, რომელიც მაგიდასთან იქნება ყოველთვის და სანამ ცხელი კერძები წამოვა და ასე შემდეგ, სტუმრები გაერთვებიან. წაიხებსებენ ასე. დიახ. ჩვენ გვაქვს ჩურჩხელა, გურული ჩურჩხელა, ჯანჯუხა, ქართული თხილის ნაირსახეობა, ჩირი, ტყლაპი, ეს წასახემსებელს ავაწყობთ, სანამ ნატო რთულ რაღაცებს ეჭიდება. გიორგიმ გადაწყვიტა, რომ სიმარტივისკენ წასულიყო, იმიტომ რომ კულისებში ნატო აღარ ყავს და ვერ დაეხმარებოდა. და მოკლედ წელსაც საოცარი ჰუმორი აქვს, ვნახოთ რა იქნება 2026 წელს. ვნახოთ, აბა რეცეპტებთან ერთად კიდევ როგორ ანუ გავაუმჯობესებთ რეცეპტებსაც და გავაუმჯობესებთ არა, მადლობა ძალიან დიდი. შემოგძახეს მასპინძელმა, შემოგძახა კარებიდან ხომ არ გჭირდებითო და იუმორსაც გავაუმჯობესებთ ჩემო გიორგი ახლა. სხვათა შორის ყველა ოჯახში ანუ ქათამი რაღაც მარტივი ამბავია და ყველგან არის ზოგან არის ხარჩო, ზოგან არის ახლა ქობულეთში იახნს აკეთებენ ახალწელს. რა თქმა უნდა, იახნი დედოფალია სოფლის. მივდივართ. ჩემთან იახნის დასაგემოვნებლად დაიპატიჟა თავი მეგობრებო. ისეთია, არც გათბობა უნდა, არც წამოდუღება უნდა. ამშვენებს კერძს ძალიან მარტივად თან ნატომ დღეს გრილზე გამოაცხო შეწვა ქათამი, მაგრამ სახლის პირობებში ჩვენ შეგვიძლია ტაფაზეც შევწვათ, ღუმელში გამოაცხოთ, აეროგრილში. როგორც მოგვეხერხება ესე? როგორ მოეხერხება? ხო, ჩვენ ახლა გქონდა შესაძლებლობა, რომ გრილზე შეგვეწვა ქათამი, აქ რა ხდება ახლა მითხარით აბა? ეს გადავატარეთ ნიგოზი. ვთქვათ. უმატებთ ნიორს, ხმელი კინძი ჭირდება, უცხო სუნელი, მარილი, წიწაკა. აი, აქ ვხედავ ზეთს. ზეთი ეს და ეს მგონი არის თავარი სერვირებისთვისაც და გემოსთვისაც, რომ იყოს განსხვავებული, ჰქონდეს განსხვავებული გემო. ეს ზეთი როგორ ამოიყვანეთ აბა?
ეს გადატარებულ ნიგოს ამათ ნიუ-იორკს წიწაკავს და მე ცოტა რთული პროცესია. ხო, ცოტა დრო სჭირდება, ხო, კი, შრომატევადია და ხშირად დიასახლისები მარტივადაც გამოვდივართ ამ შემთხვევაში მგონი, ხო? ხანდახან. ძალიან ლამაზია, მეც მოდან მოსხული. კი, სერვირების დროსაც თვალსაც მოსწონს და პირის რეცეპტორებსაც ძალიან მოსწონს. შორის მე მაინტერესებს ლინდა ყოველთვის ყველა საკითხება როგორ ხვდებით ახალ წელს რა მოგწონთ და არავინ არ ეკითხება ლინდას და ლინდას საყვარელი კერძი ტრადიცია რა არის როგორ ელოდები ამ დროს მე უნდა გამომაწოდე ესე ანუ მე ახალ წელს ხვდები ძალიან სტაბილურად ყოველ წელს. წელს მაქვს განსხვავებული, უпростоრად შარშა მქონდა განსხვავებული ახალი წელი, იმიტომ რომ შევხვდი ჩემს პატარასთან ერთად და წელსაც განსხვავებული დღეს აქვე გილოცავთ და სუბედნიერი ყავდეს. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა ძალიან დიდი. ხო და მოკლედ ყოველთვის ვარჩევ სტაბილურობას ოჯახთან ერთად ახალი წლის შეხვედრას. ოჯახში მიყვარს როცა ხვდებიან ახალ წელს. მე პირადად ასე ვაკეთებ, მაგრამ საინტერესო ქალბატონი ნატოს განსაკუთრებული ტრადიცია, აი ყველაზე მეტად საახალწლო ტრადიციებს შორის რომელი მოგწონთ? აი მაინც სახში შეხვედრა ოჯახთან. შვიდ გარემოში. ზოგადად დიასახლისები ყოველთვის ვამბობთ, რომ წელს არაფერს გავაკეთებ ბევრს. არაფერს გავაკეთებ წელს რაღაცა ერთი სახეობის ძირითად კერძზე, დანარჩენი ნუბარი იქნება, სასმელი იქნება, ასე შემდეგ. თქვენ ასრულებთ ყოველ წელს ამ ტრადიციას თუ ვერ ასრულებთ და ყოველთვის ბევრი საჭმელია. ყოველთვის ბევრია კი, ნამდვილად. რატომ გვემართება ასე? ქართულ ტრადიციაში ესე რომ სუფრა უნდა იყოს. რაღაცა ვერ მივატოვეთ ეს ის. აი თუ ნერვიულობთ სტუმარი რა სიტყვის გთავაზობთ იდეალურ ძალიან მარტივ და გემრიელ გამოსავალს ქართული ჩასაყოლებელი კონიაკთან, ღვინოსთან, ნებისმიერ სასმელთან, საშობაო სასმელთან იდეალურია. გემრიელია და ნოყიერია, რაც თავარია მარტივია და 3-4 დღე ესე მარტივად იქნება ჩვენ სუფრაზე, არაფერი არ მოუვა. მოსასვლელი ამას უკვე მოუვიდა ჭირს. მართლა ძალიან კარგად გამოიყურება, მანამ სანამ სუფრაზე უკვე შემოვა მთავარი კერძი უკვე რომ შევძლოთ დაგემოვნება, იდეალური სასუსნაოა იმისთვის რომ რაღაცა შერი არ მოგვდე. ჩემო გიორგი. მინდა რომ ის ჩამოვიყვება. აკათავს ისეთი სურნელი ამოსის თავს ვერ ვიკავებ რომ ეს ცოტა არ ვაგლიჯო ეს ნაწილი ხორცი. ძალიან გამარჯობა რომ გამოგაჩო ჩემსკენ ძალიან ჩანს რომ წავიღო სუფრა. გიორგი, შენი საახალწლო ტრადიცია როგორია? ახლა მე ვთქვი, ნატომ თქვა, შენ როგორ ხვდები ახლა? კლასიკურად ჯერ სახლში და მე ვნახოთ, ეს არის ყველაზე მაგარი ფრაზა, რომელიც დამდის. მე ძალიან მართლა ძალიან მიყვარს ახალი წელი, თან ორი შვილის მამა ვარ, ოჯახთან ერთად. არასდროს არ გამიტარები ახალი წელი, ბოლო წლებია გარეთ, ყოველთვის ოჯახთან. მილოცვებით და მე ვნახოთ არის ძირითადად დილამდე ცეკვა, გართობა, მეგობრები და ამბავი. დატკბობა ახალი წლის შემობრძანებით, ხო? ახალი წელი არის დღესასწაული, როცა პირველ რიცხვში ნაბახუსებიც არ მოქვს. არ ვიცი რაღაც მადლიანი დღეა და ნაბახუსებიც არ მოქვს რაღაცა. კარგად გრძნობ თავს, ხო? ძალიან კარგია რაღაცა. კი. მივულოცოთ მაყურებელსაც გიორგი, სანამ დაიწყებდა მე მინდა გითხრა რომ დღეს არის 26 დეკემბერი, პარასკევი და გადაცემა დიდი შესვენების რუბრიკა აჯაფსანდალი 2025 წლის ბოლო ჩართვას აწარმოებს ახლა და ბოლოჯერ არის ამ წელს პირდაპირ ეთერში, ბოლოჯერ ვუზიარებთ რეცეპტს მაყურებელს 2025 წლის განმავლობაში. რას პირდებით 2026 წელს, რა რეცეპტებს გავუზიარებთ ნეტავ, ძალიან საინტერესოა რომ შეაჯამო აბა რუბრიკის შენი სტუმრობების ამბები. მეოთხე წელი დაიწყება, რაც თქვენი მეგობარი ვარ 2026-ში. ძალიან მომეწონა ეს სიტყვა მეგობრობათან, კარგი მეგობრები ვართ, კარგი მეგობარი ხარ შენ რუბრიკა აჯაფსანდალის. ძალიან ბევრი რამე მომცა, მინდა პირველ რიგში თქვა რომ მადლობა მერინა კაშიძეს რომ თქვენთან ესე მეორე საკითხისაა რომ ძალიან ბევრი მომცა და ადამიანებს რომელსაც აქვს რაღაც კომპლექსები კამერის აჯაფსანდალი ყველა კომპლექსს ხსნის, მინდა გითხრათ აჭარის ტელევიზიაში მოდით. ხანდახან იმიტომ რომ ჩვენთან დაშვებულია აჯაფსანდალის მოწყობაც, არეულობის მოწყობაც ამ რუბრიკაში.
ამ წელს მქონდა ძალიან ინტერნაციონალური კერძები, მქონდა იტალიაც, საფრანგეთიც. მომავალ სეზონზე, ახალ სეზონზე კვირდებით უფრო მეტ ქართულს და უფრო რთულ კერძებს, იმიტომ რომ მე ვარ ზარმაცი ადამიანი და სიმარტივე მიყვარს, მაგრამ რახან გვეტყობა საახალწლო დაფაზეც რა პასუხისმგებლობაც აი. მზარეული ვარ, ახან ფანტასტიკური მზარეული ვარ. შემდეგში აუცილებლად გავაკეთებ იახნის გურული ერთი წუთით ბოდიში, გიორგი ბოდიში გაგაწყვეტინე, მაპატიე. აი ეს არის აი ყველაზე საინტერესო მომენტი ამ კერძის მომზადებაში, სერვირებისას მოვასხამთ ახლა ზეც და ოპერატორს ვთხოვ, რომ შეეცადოს ახლოდან აჩვენოს ეს კადრი, რომ ვნახოთ როგორ დასრულდება, დაგვირგვინდება ჩვენი საახალწლო სუფრისთვის მომზადებული კერძი. ნამდვილად ღირდა ზეთის ამოყვანა ამ წვალებად, რაც გაიარა ნატომ, იმიტომ რომ ვიზუალურად იდეალურია. მადლობა ნატო, ძალიან დიდი აი ძალიან ნასიამოვნებად ერთი სული მაქვს როდის გავალთ ეთერიდან რომ დავაგემო. და შენ გააგრძელე ბოდიში. არა უშავს ჩემ ჩვეული ხარ ხო? უშავს. მე მინდა თქვა ნატოზე რომ ნატო თუ გახსენდებათ ადამიანი რომელიც არის ერთგული, მომღიმარი, თბილი, ტკბილი, თავშეკავებული და ზომიერი, ეს არის ნატო კობალაძე, რომელიც ყოველთვის სიხარულით დაგვხვდებათ ორიენტალში. ოჯახშიც, მაგრამ ორიენტალში უფრო ხშირად. და თან უნდა გავუსვათ ხაზი, რომ ამ სივრცეში ნატოს ძალიან ბევრი ნამუშევარია მისი ხელით შექმნილი საახალწლო განწყობას, რაც ქმნის. გიორგი ყოველთვის წარმოაჩენს აი ამ ნამუშევარს. კიდევ არაფერია ეს, კიდევ ძალიან ბევრი რამ არის, რის ნახვასაც ამ წუთას ჩვენ ვერ შევძლებთ, მაგრამ იმედია ნატოს დავითანხმებთ სიუჟეტისთვის, რომ შემდეგ ძველით ახალი წლისთვის მოვამზადოთ, გვაჩვენოს როგორ ამზადებს ამ ნივთებს. მოდი მივუჭახუნოთ ერთმანეთს. ნატოს შედევრი და რომელი უფრო მოგწონს და დაგვიწერეთ კომენტარებში, რომელს შეჭამდით. რთულია არჩევანის გაკეთება, რომელი უფრო მოგწონს ჩემო გიორგი. მოდი არა, მოდი იყოს კადრს მიღმა და ახლა მივულოცოთ ერთმანეთს დამდეგი შობა ახალი წელი. გისურვებთ წარმატებებს, წინსვლას და ბედნიერებას. ყვავის ბარაქის მომტანი. კარგად გამოდის ნატო კადრში და ნერვიულობ და არა. ჩემი აზრით დროა გავდგე მეგვერდით და ნატო შემოუშვა დაწე. მაგ გადაწყვეტილებას ნახოთ, მივიღოთ შეიძლება მე და ნატო მე გადაწყვეტილება ჩემო გიორგი, მაგრამ შენ მეგობარი ხარ ჩვენი, ამიტომ ამას არასოდეს დავუშვებ, მინდა გითხრა. მადლობა თითოეული მასპინძლობისთვის, მადლობა თითოეული რუბრიკაში მონაწილეობის მიღებისთვის და იმ მზაობისთვის, რაც მთელი წლის განმავლობაში გქონდა ნებისმიერ დროს რომ გემასპინძლა ჩვენი რუბრიკისთვის და მაყურებლისთვის გაგეზიარებინა ახალი რეცეპტები. ნატო, მადლობა, ბედნიერი იყოს თქვენი ფეხი ჩემს რუბრიკაში და ვნახოთ 2026 წელს რას შევთავაზებთ ჩვენ კიდევ მაყურებელს. მე ვემშვიდობები წამყვანებს და ვემშვიდობები ჩემი რუბრიკის ერთგულ მაყურებელს და გემრიელი რეცეპტების გაზიარებას ვუსურვებ 2026 წელს. აბა მივუჭახუნოთ ერთმანეთს ჭიქები. დიდი მადლობა ლინდა. მადლობა ლინდა, მადლობა შენ სტუმრებს. დავემშვიდობოთ. ჩვენც უნდა დავემშვიდობოთ მაყურებელს და მოდი რიგრიგობით დავემშვიდობოთ, იმიტომ რომ ამ წელს ჩვენც ვერ ვიტყვი ხო ბოლო ეთერი არა, დროებით დიდ შესვენებას ვიღებთ 2026 წლიდან შემოგიერთდებით ისე, თუმცა გადაცემა დიდი შესვენება ორშაბათს ისევ ეთერში იქნება, უბრალოდ ჩვენი შემადგენლობა შეგხვდებათ 20-26 წლის 12 იანვარს. ჩვენ ასე ვფიქრობთ, რომ ამ დროს დაგიბრუნდებით უკვე. ხო, მე მინდა გისურვოთ ბედნიერება, წარმატება და გეცხოვროთ გამარჯვებით, სამართლიანობით, გულწრფელობით და სიყვარულით. კარგად ბრძანდებოდეთ, ძალიან დიდი მადლობა, რომ ჩვენთან ერთად იყავით და სულ რაღაც 20 დღეში ერთმანეთს შეხვდებით ისევ. გილოცავთ დამდეგს, მადლობა უთხრათ 2025 წელს, რომ არა ეს წელი ესე ვერ შეხვდებოდით 2026 და სრულიად საქართველოს ვუსურვებ მშვიდობას და თითოეულ ადამიანს ჯანმრთელობას. სხვა დანარჩენი თავისთავად მოვა ამ სამყაროში. გემშვიდობებით და წარმატებებს გისურვებთ. გვიყვარხართ და მადლობა, რომ ჩვენთან ერთად ხართ ხოლმე. აბა ბედნიერად.